უამრავმა ადამიანმა გამოხატა სურვილი, რომ შეერთებოდა ჩვენს დღევანდელ ვებინარს და იმედია ეტაპობრივად კიდევ და კიდევ მოგვემატებიან და უფრო ბევრნი ვიქნებით. Როგორც იცით, მეგობრებო, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის როლზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ზოგადად ინკლუზიურ განათლებაში. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს შევეხებით. ჩვენს ვებინარს დღეს, რა თქმა უნდა, წარუძღვება ჩვენი მოწვეული ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. ჩემი წარდგენადიდად არ სჭირდება, ალბათ ყველა იცნობთ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საბედნიეროდ მაია ბაგრატიონი ისაუბრებს ამ თემის შესახებ. Am webinars ფასილიტაციას გავუწევ მე, სოფო ცირგაია. და მოკლედ რომ გითხრათ, რას ემსახურება ჩვენი შეხვედრა, შეიძლება ნაწილი თქვენგანი უკვე დასწრებული არის მასწავლებლის სახლის ვებინარებს, რომელსაც უშუალოდ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვატარებთ ხოლმე და რაღაცნაირად ერთგვარად დიალოგის სივრცეს ვთავაზობთ ხოლმე ინკლუზიური განათლებით დაინტერესებულ ადამიანებს. Ალბათ აქაც შეკრებილი ადამიანებიდან ნაწილი არის უშუალოდ ვინც ინდივიდუალური ასისტენტის პოზიციაზეა დასაქმებული, ნაწილი შესაძლოა იყოს მშობელი, საგნის მასწავლებელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სპეციალური მასწავლებელი თუ ნებისმიერი ის პიროვნება, რომელსაც აინტერესებს განათლების სფერო და კერძოდ ინკლუზიური განათლების მიმართულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ კითხვა-პასუხის რეჟიმშიც, მაია წარმოგვიდგენს ყველაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს ბევრი შეკითხვა ასევე და ესე რომ შევთანხმდეთ, რომ ვებინარის დასასრულს მოვიტოვებთ რამდენიმე წუთს და უკვე გვექნებათ კითხვების დასმის შესაძლებლობა. ახლა სანამ მე დავიწყებდი საუბარს, ცოტათი პატარა ხუმრობით, რო თქვა, ბოროტული საქციელი ჩავიდინე და მაიას გარდა ყველას მიკროფონი გათიშული გაქვთ, იმიტომ რომ ტექნიკური ხარვეზები არ გქონდეს და არ შემოვიდეს ხმები უნებლიეთ, მაგრამ ტრენინგის ბოლოს, აი ხელის ხილა კი იცით ალბათ ყველას ეს ფუნქცია აქვს Teams, შეგიძლიათ დააწყაბოთ და ვისაც გექნებათ კითხვის დასმის სურვილი, მოგმართავთ, არც ერთ კითხვას არ დავტოვებთ უპასუხოთ და მაია გაგცემთ, რა თქმა უნდა, ამომწურავ პასუხსაც. ასევე ერთ საკითხს დავაზუსტებ, შემოსული იყო კითხვები ჩანაწერს თუ აკეთებდით და დიახ, მეგობრებო, ჩანაწერი გაკეთდება აუცილებლად, უბრალოდ კეთდება უკვე ამ ვებინარის ჩანაწერი და განთავსებული იქნება როგორც YouTube-ზე, ასევე განათლების ის სახელზე, რომელიც არის მასწავლებლის სახლის ელექტრონული პორტალი. და გაგიზიარებთ Facebook-ზეც, სადაც დღევანდელი ვებინარის ანონსი იყო დადებული, ამ ბმულებსაც აუცილებლად. მაია, კიდევ ერთხელ მოგესალმები. უკვე ვებინარის თემა წარვადგინე, მაგრამ ბევრი ადამიანი დაგვემატა და მიხარია. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს, რომ დღეს ვსაუბრობთ ინდივიდუალური ასისტენტის როლზე ინკლუზიურ განათლებაში. მოკლედ რომ წარმოგვიდგინო შენი თავიც და მე უკვე გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე და შენ უკვე მოგისმენთ. კი ბატონო, მადლობა სოფო, მადლობა შენს დეპარტამენტს ამ ძალიან აქტუალური თემის არ დავიწყებისთვის და ასეთი საინტერესო საზოგადოების შეკრებისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, გავიაზროთ თუ ვინ არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი, რა ფუნქცია მოვალეობებს ასრულებს ის სკოლაში, როგორ თანამშრომლობს ის სხვა სპეციალისტებთან და შევეხოთ ამ და მრავალ დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხს. რაც შემეხება მე, დიახ, ჩემი სახელი არის მაია ბაგრატიონი გრუზინსკი, ბევრი წელია ჩართული ვარ ინკლუზიური განათლების სფეროში. ამ ეტაპზე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაცია Mag Georgias და ამ ორგანიზაციის ფარგლებში ისევ ვაგრძელებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი ოჯახების მხარდაჭერას განათლებაში, რეაბილიტაციის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკეთესი ჩართულობის მხარდაჭერისთვის. ეს ცოტა რამ ჩემს შესახებ. სადვარ როგორც შენთან საუბრის რეჟიმში კიდევ ერთხელ განვიხილო ეს თემა, ისევ უპასუხო შემოსულ შეკითხვებს. ძალიან დიდი მადლობა, მაია.
მოდი, პირველ რიგში, სანამ უფრო სიღრმეებში შევიდოდეთ და კონკრეტული მიმართულებების და ვალდებულებების ჭრილში განვიხილავდეთ ასისტენტის როლს, რომ მოგვიყვე პატარა პრეისტორიასავით გამოგვივა მიმოხილვა, როდის და რატომ გაჩნდა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ინდივიდუალური ასისტენტის მომსახურების სერვისის საჭიროება ზოგადად, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში უკვე დანერგილი იყო ინკლუზიური განათლება, სისტემაში შემოსულები იყვნენ სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, მაგრამ ინდივიდუალური ასისტენტი, ესე ვთქვათ, ახალი სერვისია, ხო? რომ მოგვიყვე ამ დეტალის მიმართ. ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ბევრ სხვა დასავლურ ქვეყანაში, საქართველოშიც ინდივიდუალური ასისტენტის სერვისის დაფუძნება სკოლაში იყო ინკლუზიური განათლების განვითარების ძალიან ლოგიკური ერთ-ერთი ნაბიჯი. ხო? და ეს არ მოხდა ინკლუზიური განათლების დანერგვის საწყის ეტაპზე, არამედ დაახლოებით ეს მოხდა 10 წლის შემდეგ მას მერე რაც პირველი ნაბიჯები გადავდგით ინკლუზიური განათლების დანერგის თვალსაზრისით ქვეყანაში და რატო? ხო? ჩვენ ვიცით, რომ ამ ინკლუზიური განათლების დანერგვის კვალდაკვალ იზრდებოდა სკოლების რაოდენობა, სადაც მატულობდნენ ასევე შეზღუდული შესაძლებლობის და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. ამავდროულად სკოლებში ჩვენ ხვდებოდით უფრო და უფრო მრავალფეროვანი საჭიროების მქონე ბავშვებს. ეს ერთი მხრივ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აყენებდა განათლების სისტემას და სკოლას, იმიტომ რომ ავალდებულებდა მას სწორედაც რომ უპასუხოს ამ მრავალფეროვან საჭიროებებზე და ამავდროულად იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი განათლების სისტემისთვის, რომ დიახაც მატულობს ნდობა ინკლუზიური განათლების მიმართ. და ეს იყო მანიშნებელი იმისა, რომ დიახაც მშობლებმა გაბედეს და ეხლა უკვე ჩართეს მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე ბავშვები სასწავლო პროცესში. მაგრამ როგორც ვთქვი, ეს მნიშვნელოვანი სიგნალი ასევე აი იმ დიდ პასუხისმგებლობას უმატებდა სკოლებს, რომ ეხლა მათ უკვე უნდა ამ მნიშვნელოვან შემთხვევებზე შეძლონ რეაგირება. მე აღმოჩნდა, რომ დიახაც დანერგილი სერვისები აღარ იყო საკმარისი, ხო? როგორიც იყო მაგალითად სპეციალური მასწავლებლის ჩართვა სკოლაში, როგორიც იყო მაგალითად თუნდაც რესურს ოთახის გამოყენება. და აქ უკვე ჩვენ ისევ და ისევ დავიწყეთ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, რა არის ის მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვნად გამოხატული სპეციალური საჭიროებების მქონე ჩართვას უზრუნველყოფდა და დიახაც საუკეთესო დასავლური პრაქტიკა სწორედ არის მოსწავლეთა ინდივიდუალური ასისტენტის სერვისის მიწოდება ბავშვებისთვის, ვისაც ეს სჭირდება. სწორედ აი ამან გამოიწვია, მათ შესაბამისად ბავშვების რაოდენობის ზრდამ და ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად გამოხატული სირთულეების მქონე მოსწავლეთა მატებამ სასწავლო სივრცეში. გეთანხმები, თან თუ რაოდენობასაც და სტატისტიკურ მონაცემებსაც გადავხედავთ, ხო, იმ მიმდინარე სემესტრში ბოლო კვლევა რაც ჩავატარეთ და ჩაატარეს საჯარო სკოლებში ინდივიდუალური ასისტენტის რაოდენობის 2700 იყო. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ შტატის და სერვისის არსებობას და რამდენ მოსწავლეს სჭირდება რეალურად ასეთი მხარდაჭერის გაწევა. მაია, ხშირად არის ხოლმე კითხვები და ალბათ ჩვენს საზოგადოებასაც, დამსწრე საზოგადოებასაც აინტერესებს, შენ კი შეეხე უკვე იმ მნიშვნელოვანი საჭიროები, განსაკუთრებული საჭიროებები და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენი მოსწავლე სარგებლობს ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირის სტატუსით სკოლაში, ბუნებრივია ყველასთან არ მუშაობს ინდივიდუალური ასისტენტი, ხო? ამასაც რა შევეხოთ, თუ ვიცით, ვისთვისა
არის უშუალოდ განსაზღვრული ასისტენტის მომსახურება და აი რაღაცნაირად ეს დაქირავების პროცესები იქნება, ეტაპები, თუ საჭიროების განსაზღვრის მიზანშეწონილობა, ამაზეც რომ გავაკეთოთ აქცენტი. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა და აბსოლუტურად გეთანხმები, რომ არა ყველას, ვისაც აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის სტატუსი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი სჭირდება ინდივიდუალური ასისტენტის სკოლაში, ხო? ეს ნამდვილად საჭიროებით განსაზღვრული მომსახურება არის და ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს ამ მომსახურების ბავშვისთვის მიწოდება. ჯერ ერთი, იმიტომ რომ დაიზოგოს რესურსები, ჩვენ ვიცით, ჩვენი ქვეყნის ლიმიტირებული რესურსები და სინამდვილეში არც ერთ მაღალ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს ისეთი ულევი რესურსი, რომ სტატუსი სრულიად დადებით კორელაციაში იყოს ასისტენტის მომსახურების მიღებასთან. ამ მომსახურებას იღებს ის, ვისაც ის რეალურად სჭირდება. მაშინ სადამე შეკითხვაც გება შემდეგნაირად, ხო? ვინ არის, რა კატეგორია არის ბავშვებისა, რომლებსაც ეს სერვისი სჭირდება? რასაკვირველია, პირველ რიგში ეს არიან ბავშვები, რომელთაც საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულობა და მონაწილეობა რთული და შეუძლებელია მიუხედავად ყველა იმ მხარდაჭერის მიღებისა, რომელსაც ასისტენტის მომსახურების გარდა განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დამხმარე საშუალებები, მასწავლებლის აქტიური მონაწილეობა, მოსწავლის სხვა სერვისებში სიარული და აქ გულისხმობ ჯანდაცვის სერვისებს თუ სპეციალური მასწავლებლის ჩართულობა სკოლაში, ეს ერთობლიობაში არასაკმარისი არის იმისათვის, რომ ბავშვის სასწავლო პროცესში ეფექტური ჩართულობა განხორციელდეს. და მაშინ სადამ ეს არიან მნიშვნელოვნად გამოხატული სირთულეების მქონე ბავშვები, რომლებსაც აი ამაზე უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ სწავლის პროცესში და სასწავლო გარემოში ფუნქციონირების დროს. და აქვე ბარემ თქვათ, რომ პერსონალური ასისტენტის, ასე თქვათ, უფლება მოვალეობა სწორედ ვრცელდება არა მარტო კლასში მიმდინარე პროცესებზე, არამედ კლასის გარეთ, მაგრამ საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებულ პროცესებზე. და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ფრთხილი შეფასება ბავშვისა, რომ ზუსტად მოხდეს იდენტიფიცირება იმისა, შესაძლებელია თუ არა ბავშვის ასისტენტის გარეშე სკოლაში ჩართვა. ამიტომ პირველ რეკომენდაციას მაინც წარმოადგენს, რომ ასისტენტის მომსახურების დანიშვნა მოხდეს მას მერე, რაც ბავშვი უკვე ჩაირიცხება სკოლაში და ჩვენ ვნახავთ მის საჭიროებებს სკოლაში. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძალიან თვალსაჩინოა ბავშვის დამატებითი საჭიროებები, მნიშვნელოვნად არის სირთულეები გამოხატული და არსებობს ძალიან დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ეს სირთულეები დიახაც სკოლის გარემოშიც იჩენს თავს, ამიტომ პირველ კლასში წასვლამდე ხშირად მულტიდისციპლინური გუნდის წევრები ამ ეტაპზე ჩვენ მათ უკვე მოვიხსენიებთ, როგორ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების გუნდის წევრები, სპეციალისტები სწორედ სასწავლო პროცესის დაწყებამდე აფასებენ რა ბავშვს, ხშირად გასცემენ რეკომენდაციას მოსწავლის ასისტენტის დანიშვნამდე. აქვე ვიტყვი, რომ რასაკვირველია შეიძლება ეს სურვილი მოთხოვნა ამ სპეციალისტის წინაშე შობელმაც დააყენოს, ეჩვენება რა მშობელს, რომ ბავშვის უსაფრთხო და ეფექტური ჩართულობა ამას მოითხოვს, მაგრამ სპეციალისტმა თავისი შეფასების საფუძველზე ეს უნდა დაადასტუროს. შესაბამისად, ასისტენტის საჭიროება, ისეთი ჩვენ როდესაც გზამკვლევს ქმნით, განზრახ ავიცილეთ თავიდან მთელი რიგი მდგომარეობებისა და დიაგნოზების ჩამონათვალი გაგვეკეთებინა, რა შემთხვევაშიც ბავშვს დაენიშნება ასისტენტი. თუმცა ეს შეიძლება იყვნენ ფიზიკური დარღვევის მქონე და მობილობის შეზღუდვის მქონე ბავშვები, ინტელექტუალური სფეროს, მხედველობის სფეროს დარღვევის მქონე ბავშვები, ან
ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვები. გასაგებია. აი თუნდაც ამ ნოზოლოგიების და სირთულეების ჩამონათვალით ხაზს უსვამს იმ საჭიროებას, რომ თითოეული მოსწავლე შეიძლება სულ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას საჭიროებდეს ინდივიდუალური ასისტენტის მხრიდან და პირობითად ზოგიერთი ასისტენტის ძირითად ფუნქცია მოვალეობას მოიცავდეს, მაგალითად საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის უფრო ხარისხიანი ჩართულობა ან ინსტრუქციების მიწოდება და ასე შემდეგ და იგივე მეორე ასისტენტის ფუნქცია მოვალეობა შესაძლოა იყოს ადაპტურ სფეროში მომსახურების გაწევა, ხო? ამიტომ ესე უნივერსალურად ერთი და იგივე ფუნქცია მოვალეობის განმარტებაც ალბათ ცოტა განზოგადებულ ჭრილში გაგვიჭირდება ჩვენც, მაგრამ მაინც რომ ვისაუბროთ რა არის ასისტენტის ფუნქცია მოვალეობა, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ამას ვაწყდებით პრაქტიკაში, რომ თითქოს როლები არეულია ერთმანეთში, ის რაც რეალურად ასისტენტის მოვალეობა სხვა რიგი მიზეზებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს, ან პირიქით არავის უთქვამს, არავის გაუწევია სუპერვიზია, მას შეიძლება აკლდეს კომპეტენცია და ამიტომ ვერ ახერხებდეს ამა თუ იმ როლის შესრულებას, ხო? ამიტომ საინტერესო იქნება შენგან მოვისმინოთ მათი ძირითადი ფუნქცია მოვალეობები. კი, ნამდვილად, პირველ რიგში ნამდვილად უნდა ჩვენ გავერკვეთ თვითონ აი ამ მომსახურების არსში, ხო? და თვითონ მისი სახელიც ვკარნახობს, რომ სინამდვილეში ეს არის მოსწავლის მხარდამჭერი პირი. და მთელი მისი დანარჩენი აღწერილობაც აი ამ ხედვას ეფუძნება, რომ დიახ, ის არის მოსწავლის მხარდამჭერი. და აქვე ვიტყოდი, რომ აი დიფერენცირება გვჭირდება ხოლმე იმ სხვა პოზიციისგან, როდესაც მაგალითად დასავლეთის ქვეყნებში არსებობს მასწავლებლის ასისტენტი. ხო? არა, ეს არ არის მასწავლებლის ასისტენტი, ეს არის მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი, ანუ მისი დამხმარე. და ეს სიტყვა დამხმარე ძალიან, ასე ვთქვათ, შეიძლება ამ შემთხვევაში კარგადაც ასახავს, რომ ის ეხმარება ბავშვს საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობის პროცესში. და აქ აი მართლაც პარადოქსია ის, რაც შენ თქვი, სოფო, რომ ამავდროულად ასისტენტს უწევს რა ძალიან მრავალფეროვანი საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა, ხო? ერთს ერთთან, მეორეს მეორესთან, ძალიან მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ არის ხოლმე ასისტენტის მიმართ დადგენილი. ხო? თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვნად გამოხატული სირთულეების შემთხვევაში შეიძლება გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აქ აი ესეთი ბაზისური მომზადების მქონე ასისტენტი შეიძლება შემთხვევას ვერც გაუმკლავდეს და მას სპეციალისტის, მაღალ კვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობა დასჭირდეს. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემა არის, ხო? უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დიახაც ასისტენტი ეს არის ადამიანი, რომელსაც უნდა შეეძლოს დახმარების გაწევა ბავშვისთვის სკოლაში, კლასში და სხვადასხვა სივრცეებში მიმდინარე აქტივობების მხარდაჭერისას. და ჩვენ ვიცით, რომ სკოლაში არის ძალიან მრავალფეროვანი აქტივობები, ხო? ეს არის სასწავლო აქტივობები, ეს არის კომუნიკაციასთან და ინტერაქციასთან დაკავშირებული აქტივობები, ეს არის დამოუკიდებელი ფუნქციონირების აქტივობები, ხო? ეს არის აქტივობები დაკავშირებული პირადი ჰიგიენის დაცვასთან, კვებასთან, ტუალეტის სარგებლობასთან და ასე შემდეგ. და დიახ, ასისტენტი ის არის ადამიანი, რომელიც აი ამ პროცესებში ჩართულობას უზრუნველყოფს ბავშვისთვის. შესაბამისად, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასისტენტს ჰქონდეს ბაზისური მომზადება გავლილი, მაგრამ აი ჩვენივე თავს რომ არ შევეწინააღმდეგოთ აქ, ხო, რომ აი ამ ბაზისური მომზადებით როგორ შეძლებს ის აი ამ მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინებას ბავშვებისა, ხო? სწორედ აქ შემოდის ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალური მიდგომა პერსონალური და ინდივიდუალური ასისტენტების მიმართ, რაც არის ის, რომ როდესაც ასისტენტი იწყებს კონკრეტული პირის მხარდაჭერას, მან უნდა გაიაროს მომზადება სწორედ აღნიშნული პირისგან ან მისი წარმომადგენლისგან.
ამიტომ ძალიან კარგი პრაქტიკა არის, როდესაც მასწავლებლის სახლს დანერგილი აქვს ასისტენტების მომზადების სატრენინგო პროგრამა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამის ზევიდან ასისტენტს დასჭირდება კონსულტაციისა და მომზადების გავლა მშობლისგან და ზოგიერთ შემთხვევაში თავად ბავშვისგან, რომ საუკეთესო ასისტირება გაუწიოს მას. მაგრამ ამით პროცესი არ სრულდება. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა არის საკმაოდ სტრუქტურირებული გარემო, სადაც ფაქტიურად დომინირებს მასწავლებელი, რომელიც აორგანიზებს ამ გარემოში მოსწავლეების ყოფნას, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ასისტირების პროცესის დაგეგმვაში აქვს მასწავლებელსაც. იმიტომ რომ მშობელთან და ბავშვთან ერთად დაკვეთა მოდის მასწავლებლისგანაც. ხომ რაში უნდა გაეწიოს ბავშვს ასისტირება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასისტენტმა დიახაც უსმინოს აი ამ მრავალი პერსპექტივიდან წამოსულ დაკვეთას. და კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს იქნება თვითონ მასწავლებელი და ეს იქნება მოსწავლე და მისი მშობელი. კი ბატონო, გეთანხმებით, თან ჩვენ კარგად ვიცით, რომ თითოეულ საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შექმნილია სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი, ხო, ესე მოკლე აბრევიატურით რო ვთქვათ, ისგ ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრი არის ზუსტად ინდივიდუალური ასისტენტი და კარგი იქნება თუ ამ საკითხსაც შევეხებით, იმიტომ რომ ასისტენტს რეალურად ყოველდღიურად უწევს თითქმის კომუნიკაცია, ხო, ბავშვის დამრიგებელთანაც, საგნის მასწავლებლებთანაც, უშუალოდ ფსიქოლოგთან თუ სპეციალურ მასწავლებელთან და ასე შემდეგ. ანუ ჯგუფი, რა თქმა უნდა, განსხვავდება, მაგრამ ეს სპეციალისტები თუ პიროვნებები, ვინც ჩამოვთვალეთ, ყველა ბავშვის ჯგუფს აერთიანებს და წარმოადგენს, ხო? აქაც საინტერესო იქნება, რომ ვისაუბროთ, როგორ თანამშრომლობს, აი რა არის მისი ძირითადი, ანუ უფლება, არ ვიცი, კომუნიკაციის ასპექტში იქნება ეს, ინფორმაციის გაფილტვრის და მიწოდების ასპექტში იქნება თუ მაგალითად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაზე, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ვხედავთ, რომ რაღაც თითოეული ადამიანი ამ რგოლიდან განყენებულად მუშაობს და ერთიან სისტემას და ჯგუფს არ წარმოადგენს, ხო? აი ამ ჯგუფის წევრზე, კერძოდ კი ასისტენტზე რო ვისაუბროთ, როგორ თანამშრომლობს, რას აკეთებს და რას მოიცავს. კი ბატონო. პირველ რიგში აი ცოტა შორიდან დავიწყებ, სოფო, თუ სიტყვა გამექცა დამაბრუნებთ ხო ისევ შენ საკითხთან, მაგრამ მინდა მაინც შევეხო ჯერ იმას, რომ ჩვენ ფაქტიურად გამოვადიფერენცირებთ და ვთქვით, რომ მოსწავლის ასისტენტი არ არის მასწავლებლის ასისტენტი. ხო, ეს არის ორი განსხვავებული, ასე ვთქვათ, ფუნქცია და პოზიცია. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ასისტენტი არასდროს არ არის მასწავლებელი. ის არასდროს არ ხდება უპირველესი პასუხისმგებელი მოსწავლის სასწავლო პროცესზე. ის ხდება დამხმარე იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უფრო ეფექტურად განხორციელდეს ბავშვისთვის და ის ეხმარება ბავშვს სასწავლო აქტივობების განხორციელებაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, შენ სწორედ თქვი, ასისტენტი შეიძლება გახდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის წევრი. ხო? რატომ? იმიტომ რომ ასისტენტი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება ბავშვის შესახებ. იმიტომ რომ ის ყველაზე მეტ დროს შეიძლება ატარებდეს ბავშვთან სკოლაში, ამიტომ ის აგროვებს ძალიან დიდ ინფორმაციას ბავშვის ქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება პროფესიულ ენაზე სულ არ ევალებოდეს ბავშვის შეფასების ანგარიშის მოტანა, მას შეუძლია ძალიან კარგად აღწეროს ბავშვის ესა თუ ის საქმიანობა, რაც ძალიან დაეხმარება ის გუნდს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რომ განსაზღვროს ესა თუ ის მიზანი რამდენად რთული ან რამდენად მარტივი არის ბავშვისთვის. და აქვე ვიტყვი, რომ რასაკვირველია, ასისტენტი არასოდეს არ იღებს მონაწილეობას, ანუ თავად არ განსაზღვრავს სასწავლო მიზნებს, იმიტომ რომ მას არ ევალება ჰქონდეს კომპეტენცია ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ, მისი ადაპტაციის, მოდიფიკაციისა თუ აკომოდაციის, ასე ვთქვათ,
მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის თამაში, როგორც საწყის ეტაპზე ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებები მასთანაც მიდიოდეს და მისთვის განიმარტებოდეს. იმიტომ რომ მე სწორედ იმისათვის, რომ ის კარგად დაეხმაროს ბავშვს აი ამ სასწავლო აქტივობებისა თუ დავალებების შესრულებაში, დიახაც, მან უნდა იცოდეს, რაზე მუშაობს. იმიტომ რომ არ არის სწორი, რომ ჩვენ უბრალოდ ასისტენტს მექანიკურად დავავალოთ რაღაცეების შესრულება, ისე რომ აი ეს დამატებით ინფორმაცია არ მივაწოდოთ, ესა თუ ის აქტივობა თუ დავალება რას ემსახურება. ხო? იმიტომ რომ თუნდაც ეს შეკითხვა შეიძლება ბავშვმაც დაუშვას ასისტენტს, რომ აი რატო ვაკეთებ ამას, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით ასისტენტი ყავდეს ამ პროცესში ჩართული, მას ვაძლევდეთ დეტალურ ინსტრუქციას, რა არის ბავშვთან გასაკეთებელი, როგორ არის ბავშვთან გასაკეთებელი, რა სტრატეგიის გამოყენება არის კარგი, რა უნდა სცადოს, ასევე რას მიაქციოს მან ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება საბოლოოდ ასისტენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ის იყოს წყარო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოტანისა. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ჩვენმა მონაწილეებმა არ გაგვიგონ ისე, რომ ფაქტიურად მთელი პასუხისმგებლობა გადაბარებული იქნება ასისტენტზე. არა, მასწავლებელი და სპეცმასწავლებელი რჩებიან უპირველესი პასუხისმგებელნი მოსწავლის სასწავლო პროცესის არა მარტო დაგეგმვაზე, ჩვენ დაგეგმვას ახლა შევეხეთ უკვე, არამედ განხორციელებაზე, უბრალოდ ასისტენტი არის მასთან ყველაზე ახლო მყოფი პირი, თუ სწორედაც ბავშვს ჭირდება აი ესეთი დასწრული ადამიანის სიახლოვე, რომ ის უკეთესად იყოს კონცენტრირებული, უფრო პროდუქტიული, მიიღოს ის დამატებითი მინიშნებები, ფიზიკური თუ ვერბალური დახმარება ამ პროცესში, მაგალითად, მხარდაჭერა ყურადღების წარმართვის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი შეიძლება სწორედ ეფექტურად ასისტენტმა განახორციელოს. გეთანხმები, წეღან ახსენე კიდეც, რომ მასწავლებლის სახლის ფარგლებში უტარდებათ ასისტენტებს ტრენინგი, 30 საათიანი კურსია ეს და აი თუნდაც სასწრაფოდ რატო გვინდოდა ჩვენც რომ დაგვეგეგმა ამ მიმართულებით ვებინარის ჩატარება, რომ 25 ჯგუფში მიდიოდა ახლა პარალელურად ფაქტობრივად ტრენინგები და გამოიკვეთა დასაქმებული მოქმედი ინდივიდუალური ასისტენტების მხრიდან, რომ აი რასაკითხსაც შენ შეეხე, საერთოდ ნაწილმა არც იცოდა მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში რა მიზნები იყო გაწერილი და განსაზღვრული. ანუ კი ყვებიან ეს ადამიანები, რომ აი გაკვეთილზე ვეხმარები, ვაწერინებ, რაღაცა კონტურის დაცვით ვაფერადებინებ თუ ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც აქტივობაზე რომ ვეკითხებოდით, რატომ აკეთებინებ ამას, ან რას მოიცავს, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ და ამან მოგვცა ის მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენც, რომ ანუ გუნდში უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ მათაც, ზოგიერთ შემთხვევაში ინიციატივაც გამოხატონ, ხო, რაღაცეები ვთქვათ ითხოვონ, რაც უჭირთ, რაც ფიქრობენ, რომ მარტო ვერ გრაშიც ფიქრობენ, რომ მარტო ვერ გაართმევენ თავს, იმ საკითხში დაიხმარონ სხვა ადამიანები, ხო? პირიქით ეს ძალიან კარგი იქნება და ბავშვის პროგრესს შეუწყობს ხელს თან ისე, რომ მოსწავლე რაღაცნაირად იზოლაციაში კი არ ამყოფოს ასისტენტმა, ხო? პირიქით, რაც მას უშუალოდ სჭირდება და რა ტიპის დახმარებაც მხოლოდ ის შესთავაზოს, ხო? მე მინდა რომ ვისაუბროთ ჩვენ აი ცალკე უნარების მხარდაჭერაზეც და განვითარებაზეც, მაგრამ მანამდე რადგან სიტყვა მოიტანა, მხარდაჭერის ტექნიკების შესახებაც შეგვიძლია ვთქვათ 1-2 სიტყვა, ან რაღაცა ვთქვათ სტრატეგიების რო რა შემთხვევაში შეიძლება გავუწიოთ მოსწავლეს ფიზიკური დახმარება, ან რა შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს მოდელირება და ასე შემდეგ, მაგრამ აი რო გავაკეთოთ პატარა მიმოხილვა დაბალანსებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც, ხო, ხშირად კი გვესვის ჩვენ ეს სიტყვათა შეთანხმება, მაგრამ რა არის, რას ნიშნავს, როგორ მიხვდეს ასისტენტი რეალურად დაბალანსებულ მხარდაჭერას უწევს თუ პირიქით ჰიპერმზრუნველობას მოსწავლეს. სოფო, ისე ძალიან საინტერესო საკითხებს შეხედა, თუ აი ამ და ბერს რაც მთავარია ახლა შენ და თუ რომელიმე ამ ჩემი პასუხის დროს გამომრჩა, ასევე გთხოვ შემახსენო.
პირველი დავიწყებ იქიდან, რომ ალბათ საუკეთესო მიდგომა იქნება, რომ მასწავლებელმა და სპეცმასწავლებელმა მაგალითად აი როგორც მშობელს ჩააყენებდნენ საქმის კურსში, რა არის სასწავლო მიზანი, როგორ არის მათი ხედვით უპირატესი, რომ ბავშვის მხარდაჭერა განხორციელდეს, ხო? რა მოლოდინი აქვთ ბავშვის აქტივობებთან დაკავშირებით, აი ასევე უნდა მოხდეს მათი მხრიდან ასისტენტის ინფორმირება, იმიტომ რომ მათ თუ უნდათ, რომ ბავშვმა და მოსწავლემ ესა თუ ის აქტივობა განახორციელოს და ჩვენ ვიცით, რომ ის დამხმარეს გარეშე ამას ვერ იზავს, მაშინ რასაკვირველია, პირველ რიგში დამხმარე უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რაზე ვმუშაობთ, როგორ ვმუშაობთ და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს არის საკვანძო, რისი გათვალისწინებაც იქნება ამ დროს საჭირო. ამავდროულად, როგორც შენ ახსენე, გაბალანსებული მხარდაჭერა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე ისევ დავუბრუნდებით ჯერ საკითხს, როდესაც ჩვენ ხაზგასმით ვახსენეთ, რომ ასისტენტი არ არის მასწავლებელი. ასისტენტი, თუმცა სწორმა ასისტირებამ რასაკვირველია, უნდა შეუწყოს ხელი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას. პირველ რიგში აკადემიური და შემდეგ შეიძლება სწორი ასისტირების გზით გაუმჯობესდეს ბავშვის ფუნქციური უნარები და ასევე ქცევაც კი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასისტენტი არის ქცევის თერაპევტი და ის ქცევაზე მუშაობს. არა, უბრალოდ თუ კი ასისტენტი მიიღებს ძალიან სწორ ინსტრუქციას, ზედმიწევნით მიიღებს, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს, როდის როგორი რეაქცია გაწიოს, როდის როგორ მოიქცეს, ხო? და სწორედ ქცევით თერაპევტებს ვიცით, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, ხო? მაშინ აი ამ სწორმა ქცევის მართვამ რასაკვირველია შეიძლება და უნდა გამოიწვიოს ქცევის ცვლილება. ასევე სწორი დახმარებით, მაგალითად, თუ ასისტენტი ძალიან სწორ და დიახაც დაბალანსებულ დახმარებას უწევს ბავშვს, მაგალითად, ჩაცმის დროს, ჭამის დროს, ტუალეტის მოხმარების დროს, ან თუნდაც მობილობის დროს, ხო? და ეს რეკომენდაცია როგორ აკეთოს მან მიღებული აქვს მშობლისგან და შეიძლება ბავშვის თერაპევტისგანაც, მაგალითად, ოკუპაციური თერაპევტი თუ მეტყველების თერაპევტი, რასაკვირველია, ჩვენ უნდა გქონდეს მაღალი ალბათობა, მოლოდინი იმისა, რომ სწორი ასისტირების პირობებში ბავშვის ესა თუ ის უნარები განვითარდება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის უპირველესი მიზანი ასისტენტის. ეს არის მასწავლებისა და თერაპევტების მიზანი და ამოცანა. და რაც შეეხება, აი სწორედ აქ შემოდის დაბალანსებული ასისტირების უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აქაც ასისტენტი კიდევ ერთხელ უკვე სხვა დიფერენცირებას გავაკეთებ, ასისტენტი არ არის ძიძა, რომელიც ყოველთვის ყველგან არის დიდი მზაობით, რომ იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე საჭიროა. ხო? ამიტომ აქაც სწორედ მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ასისტენტის მიმართ, რომ საჭიროდ დოზირებული დახმარება მიაწოდოს მოსწავლეს და ინფორმით მიაწოდოს ეს დახმარება, რა ფორმითაც არის საჭირო. ასისტენტი თვითონ შეიძლება გაუჭირდეს მას განსაზღვროს, ეხლა ეფექტური არის ვერბალური დახმარება, ფიზიკური დახმარება, ასე ვთქვათ, მინიშნება, ვრცელი ინსტრუქციის მიცემა, ნაკლებად ვრცელი ინსტრუქციის მიცემა თუ სხვა. მაგრამ ამაზეც რეკომენდაცია მან რასაკვირველია, სასურველია, რომ უნდა მიიღოს შესაბამისი პირისგან, იქნება ეს კიდევ ვიმეორებ, მასწავლებელი, სპეცმასწავლებელი, თუნდაც სხვა სერვისის თერაპევტი, ან მშობელი. და უბრალოდ მან უნდა ზედმიწევნით შეასრულოს ეს მიღებული რეკომენდაციები. და ნაკლებად უნდა იყოს აქ ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ინიციატივის გამოჩენა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასისტენტი გაიცნობს რა ბავშვს, მას არ გაუჩნდება სწორი ხედვა, როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტი დახმარება
მივაწოდოთ ბავშვს, რომელსაც აბსოლუტურად წავახალისებდი, რომ ამაზე მან ისაუბროს მშობელთან, ამაზე მან ისაუბროს სპეცმასწავლებელთან, იმიტომ რომ მან გაიცნო ბავშვი. მან ახლა ბევრი რამ იცის ბავშვის შესახებ. და ბუნებრივად გაუჩნდა მოსაზრება, რომ ეს შეიძლება კარგად მუშაობდეს. მას აქვს უფლება და მეტიც წახალისებულიც უნდა იყოს, რომ თავისი ეს მოსაზრებები მასწავლებელთან და სპეცმასწავლებელთან განიხილოს. გეთანხმები სრულიად. მაიკო, შენ შეეხე ქცევით სირთულეებს, ქცევის მართვას და ასე შემდეგ. მე ხა ვეცდები, რომ გავახმოვანო ასისტენტების გულის ტკივილი, ასე ვთქვათ, და ის საჭიროებები, რასაც ხშირად აჟღერებენ ხოლმე ჩვენთან საუბრის დროს. აი, მაგალითად, ნაწილი ამბობს, რომ ზოგადად არ არსებობს რთული ქცევის მართვის გეგმაც კი მოსწავლესთან. ნაწილი ახსენებს იმას, რომ კადრის დეფიციტია და ფსიქოლოგიის მომსახურების სერვისი არ აქვს აღნიშნულ სკოლას და მიუხედავად იმისა, რომ მისი ასისტირების ქვეშ მყოფ მოსწავლეს ნამდვილად აღენიშნება ქცევით ემოციური რეგულაციის სირთულე, მაინც რაღაცნაირად მარტო გრძნობენ ასისტენტები თავს ამ პრობლემების წინაშე. პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თუნდაც არაეფექტური კომუნიკაცია საგნის მასწავლებლებთან ან მშობლებთან მიმართებით, იგივე ქცევის დარღვევის დროს მასწავლებლების უკავშირი, რომ მაგალითად გაიყვანე მოსწავლე საგაკვეთილო პროცესიდან, ხელს მიშლის, ან პირიქით ზოგიერთი მშობლის მოთხოვნა შეიძლება იყოს, რომ რესურს ოთახში გაატაროს ის დღეში თუნდაც დასწრების ინდივიდუალური გრაფიკით თუ სარგებლობს მოსწავლე 2 თუ 3 გაკვეთილი და ყველაზე მეტი პრობლემა ზუსტად აქ იჩენს ხოლმე და ყველაზე მეტი კითხვაც თავს, რა გააკეთონ ამ დროს, ანუ უშუალოდ ქცევის მართვის პროცესში ასისტენტებმა. კი ბატონო, ანუ სოფო, რა საკითხსაც შენ შეეხო, თუ კი საქმე გვაქვს ქცევის სირთულეებთან, რასაკვირველია, ასისტენტი მარტო ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. ხო, ასისტენტი შეიძლება უბრალოდ იყოს აი ამ რთულ სისტემაში, რომელიც ნამდვილად უნდა ამ საკითხის გარშემო შემუშავდეს ერთ-ერთი რგოლი. ამიტომ გაუმართლებელია მთელი მოლოდინის გადატანა იმაზე, რომ ეხლა ეყოლება რა მოსწავლეს ასისტენტი, ქცევითი სირთულეები დარეგულირდება. ხო? და მეტიც აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ხშირად ასისტენტის სერვისის არასწორი გამოყენება ხდება ქცევითი სირთულეების მართვისას. პირველ რიგში, თუ კი გვაქვს ქცევითი სირთულეები, უნდა ვეძიოთ არა ასისტენტი, არამედ შესაბამისი თერაპევტი ქცევის მართვის გეგმის შემუშავებისთვის. პირველ რიგში გასაკეთებელი არის ეს, ანუ და ასისტენტი შეიძლება იყოს ამ პროცესში მეორე, მესამე ან მეოთხე ეტაპი. იმიტომ რომ მას მერე რაც აღმოჩნდება, რომ დამატებით იმისათვის, რომ ქცევა დარეგულირდეს, ჩვენ გვჭირდება კადრის ჩართულობა, ხო, რომ გარკვეული რეაგირებები მოხდეს ბავშვის ამა თუ იმ ქცევაზე, ან გარკვეული მოდიფიცირებები განხორციელდეს მის გარემოში, ხო? აი ამ შემთხვევაში შეიძლება გადავწყვეტოთ ჩვენ ასისტენტის ჩართულობაზე. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დამატებითი მექანიზმი ქცევის რეგულაციის თვალსაზრისით. და ეხლა, როდესაც ფაქტიურად ასისტენტი აღმოჩნდება ხოლმე მარტო ამ პრობლემის პირისპირ, ხო? მაშინ ბუნებრივია, რომ არასწორად ხდება ასისტენტის მხარდაჭერის გამოყენება ამ პროცესში, მაგალითად იმ თვალსაზრისით, რომ დიახაც თუ სწორი რთული ქცევა იჩენს თავს კლასში, რომ არა იქ შევცვალოთ რაღაცა, რომ ქცევა დარეგულირდეს, ან მანამდე. იმიტომ რომ შეიძლება ქცევა სუსტ რაღაცამ გამოიწვია, ქცევის დარღვევა უბრალოდ თავი იჩინა კლასში. არამედ რეაგირება ხორციელდება იმით, რომ გაიყვანე ბავშვი კლასიდან. რასაც რასაკვირველია მხარს ვერ დავუჭერთ და კიდევ ერთხელ განვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში უპირველესი არის ბავშვის ქცევის მართვის გეგმის შემუშავება, რომელიც მერე ზედმიწევნით უნდა გავაცნოთ ასისტენტს, კარგად უნდა გავაგებინოთ მას მისი როლი ამ პროცესში და მეტიც.
მნიშვნელოვანი სუპერვიზიაც გაუწიოთ მერე თვითონ ასისტენტს, როგორ ითვალისწინებს ის ამ რეკომენდაციებს. ეს არის გრძელი გზა, მაგრამ ეს არის პრობლემის გრძელვადიან გადაჭრაზე ორიენტირებული გზა და არა მოკლევადიანად, რომ უბრალოდ კლასში დამშვიდდეს სიტუაცია ისე, რომ ბავშვი კლასიდან, იმით რომ ბავშვი კლასიდან უნდა გავიყვანოთ და მეტიც. აქ აღმოჩნდება, რომ ასისტენტის სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული ერთ-ერთი სერვისია და უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის პირის უფლებების დაცვას და საზოგადოებაში მონაწილეობის მხარდაჭერას. ჩვენ ასისტენტის სერვისით პირიქით, ასისტენტის სერვისის დახმარებით ფაქტურად იზოლაციაში გაყავს ბავშვი. კლასიდან გაყავს ბავშვი და სერვისს ვიყენებთ იმად, რომ უბრალოდ გავარიდოთ და ბავშვის მოდარაჯე ყავდეს კლას გარეთ. რასაც რასაკვირველია, მხარს არ უნდა ვუჭერდეთ და უფრო უნდა ვიყოთ პრობლემის გრძელვადიან, მაგრამ საფუძვლიან გადაწყვეტაზე ორიენტირებული. ნამდვილად, თან ჩვენ კარგად ვიცნობთ ასისტენტის როლში, ასევე მოსწავლის სოციალიზაციის ხელშეწყობას, რამხელა მნიშვნელობა აქვს, ხო? მით უმეტეს ძალიან ბევრ ბავშვს ვიცით, რომ აქვს როგორც კომუნიკაციური მიმართულებით სირთულეები, ასევე ნებისმიერი სოციალური მიმართულებით, ხო? როგორ ხედავთ ასისტენტის როლს ამ კომპონენტშიც? როგორ უნდა შეუწყოს ხელი, იმიტომ რომ თუ მხოლოდ საგაკვეთილო პროცესზე რაღაცა ცალკე ის ხდებიან სადღაც საკლასო გარემოს კუთხეში უკან თუ ასე შემდეგ, ეს სწორია პირიქით იზოლაციას ვხედავთ ამ შემთხვევაში, ხო არა და სოციალიზაციის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. რა უნდა გააკეთოს ასისტენტმა, რა დრო აქვს ამისთვის, რა რეკომენდაციები შეგვიძლია მივცეთ? ხო, ასისტენტის, ასე ვთქვათ, სინამდვილეში მთელი განათლებაც და ნახეთ, როდესაც მით უმეტეს ესეთი პროფესიულ განათლებას მისგან არ ვიღებთ, ბევრი რამ არის მის ანდაყოლილ დამოკიდებულებებზე დამოკიდებული, ხო? რომ ის კარგად ხედავდეს და აცნობიერებდეს ბავშვის თანატოლებთან ყოფნის მნიშვნელობას და უფლებას. და ის უნდა იყოს ორიენტირებული, რომ დიახაც ეს პროცესი წაახალისოს. ხო? ფაქტიურად, და აქვე სიტყვა მოიტანს და მე ჩვენ ვისაუბრებთ ავტონომიაზე და ბავშვის ნების გამოხატვის უფლებაზე, რომ ასისტენტს ამავდროულად უნდა უწევდეს ბავშვის თვალებში ყურება, ესე ვიტყოდი, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ასისტირებას უწევდე ბავშვს, რომელსაც არ შეუძლია ესეთი ჩვეული სტანდარტული გზებით თავისი ნების გამოხატვა. და ასისტენტს ეს მგრძნობელობა უნდა ნელ-ნელა ამ კონკრეტული ბავშვის სურვილების მიმართ გაუჩნდეს, რომ დიახაც მან ამოიკითხოს ახლა ბავშვის სურვილი თანატოლებთან კომუნიკაციისა. ან შექმნას ისეთი გარემო, როდესაც, ასე ვთქვათ, ბავშვს მეტი შესაძლებლობა შეექმნება თანატოლთა წრეში ყოფნისა. და მან ამ პროცესში შეიძლება მედიატორის როლიც შეასრულოს როგორც დასრულმა ადამიანმა. ხო? იმიტომ რომ ეს უნარი დასრულ ადამიანს აქვს და მან ეს უნარი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ მოსწავლეებთან ინტერაქციას შეუწყოს ხელი. ამ პროცესში თუ მას მაგალითად დასჭირდება კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების დასწავლა, იმიტომ რომ თვითონ მოსწავლე შეიძლება იყენებდეს ამას, რასაკვირველია, მას მოუწევს ამ დამხმარე საშუალების გამოყენების სწავლაც. სხვა შემთხვევაში მას უბრალოდ ევალება კარგად გაიცნოს ბავშვი და შეძლოს ბავშვის სურვილების, მოთხოვნების იდენტიფიცირება და რაც თავარია გახდეს ამის მხარდამჭერი. აქვე კიდევ ერთხელ გავუსმევ მე ხაზს, რომ ასისტენტი არ არის ის, ვინც მხოლოდ მასწავლებლის დაკვეთას ასრულებს. არა, ის არის მოსწავლის მხარდამჭერი და ამიტომ უნდა იყოს ასევე მოსწავლის ნების აღსრულებაზეც.
ძალიან კარგი იყო ამ საკითხს რო შევეხეთ, იმიტომ რომ ამას მე მგონი ყველა ვამჩნევთ და ვხედავთ, რომ მართლა ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ მშობლის ინსტრუქციების შემსრულებელია, ან საგნის მასწავლებლის, ან სპეციალური მასწავლებლის და ამ დროს თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ყველაზე მთავარი გვავიწყდება თავად ასისტენტსა და მოსწავლეს შორის კავშირი და თანამშრომლობა, ხო? იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში თან ძალიან კარგად შეუძლიათ ბავშვებს ამის გამოხატვა თავიანთი სურვილების, ემოციური მდგომარეობების, განწყობილებების და ამის იგნორირებას თუ მოახდენს ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტ დროს ატარებს მასთან, რა თქმა უნდა, ინტეგრირებულ და სოციალურ კი არა, პირიქით ძალიან დემოტივირებულ მოსწავლეს მივიღებთ და ყველაზე არამხარდაჭერილად იგრძნობს თავს ალბათ, ხო, ცოტა ესეთი შემფასებლური გამო მივიდა, მაგრამ ალბათ აქამდეც მივალთ საბოლოო ჯამში, ხო? თავარი მაპატია მე გაგაწყვეტინე სოფო, მაგრამ აი ერთ კიდევ აი ესეთ მნიშვნელოვან ასპექტს შემოვიტანდი. მოდით ასისტენტი ჩავთვალოთ, რომ ეს არის სინამდვილეში ხშირად გვავიწყდება ყველას, რომ უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ბავშვს მუდმივად და უწყლედად ჰქონდეს კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაცდა. ხო? და ასისტენტი ეს არის ადამიანი, რომელმაც აი თუ ბავშვი ამ განცდას კარგავს, ხო? აი ეს განცდა თავისი გვერდზე ყოფნით მას უნდა დაუბრუნოს. ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასისტენტი აი ამ თვალსაზრისით იყოს ძალიან მგრძნობიარე, რომ ხვდებოდეს ბავშვის უპირატეს სურვილებს და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეეძლოს ამ სურვილების მხედველობაში მიღება. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ბავშვის დაუსაბუთებელი მოთხოვნა ან ჭირვეულობა დააკმაყოფილოს. ამაზე არ არის ახლა ბუნებრივია საუბარი, მაგრამ აქ არის სწორედ იმაზე, რომ გვესმოდეს ბავშვის სურვილი, გვესმოდეს ბავშვის ინტერესი და შევძლოთ, ასე ვთქვათ, გავყვეთ ამაზე საუბარია. კი ბატონო. მაია, ჩვენ კი ვისაუბრეთ რა შემთხვევაში ნიშნება ინდივიდუალური ასისტენტი, მაგრამ ძალიან ლოგიკურები რომ ვიყოთ, ასევე უნდა აღვნიშნოთ სამართლიანობისთვის ისიც, რომ რადგან მოსწავლეს ენიშნება ინდივიდუალური ასისტენტი, არ ნიშნავს, რომ სანამ ის სკოლაში ირიცხება თუ ასე შემდეგ, ეს ასისტენტი მუდმივად მას უნდა უწევდეს მხარდაჭერას, ხო? და რადგან ერთხელ დაენიშნება, ეს სერვისი აღარ მოეხსნება. ამიტომ ჩემი კითხვაც ზუსტად ამას მოიცავს, თუ ვიწყებთ ფიქრს, როდის ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ასისტენტი აღარ სჭირდება მოსწავლეს, აი თუ არის რაღაც ესეთი მიმანიშნებელი შემთხვევები, მაგალითად, როცა შეიძლება ჩვენს მივიჩნიოთ საჭიროდ, რომ აი ამ მოსწავლეს პირობითად ნამდვილად აღარ სჭირდება ასისტენტი და რა უნდა გააკეთოს სკოლამ ამ დროს. კი ბატონო. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენადაც ასისტენტის დანიშვნის წინაპირობა არის, რომ ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა დამოუკიდებლად ფუნქციონირებისას, რაც ამს მატულობს ბავშვის ფუნქციონირება და ის აღწევს იმ ნიშნულს, როდესაც უკვე უსაფრთხო არის მისთვის, გარშემომყოფებისთვის, მისი დამოუკიდებლად ყოფნა და მასწავლებელი და სპეცმასწავლებლები გაუმკლავდებიან დამხმარე ადამიანის, დამხმარე რესურსის გარეშე მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვას და ის ასევე დამოუკიდებლად აგვარებს თავისი საჭიროებების დაკმაყოფილებას კლასს მიღმა, რასაკვირველია, ჩვენ უკვე შეიძლება ვიფიქროთ ასისტენტის, ასე ვთქვათ, მომსახურების მოხსნაზე. ეს, ასე ვთქვათ, სურვილი შეიძლება დაებადოს ისევ და ისევ ყველას. ეს შეიძლება იყოს მშობელი, შეიძლება იყოს მასწავლებელი, შეიძლება იყოს თავად ბავშვიც, მაგრამ აქაც როგორც დანიშნვის შემთხვევაში დაგჭირდება, ასე ვთქვათ, დასაბუთება იმისა, რატომ შეიძლება ეხლა უკვე მოხსნათ ეს სერვისი და აქაც სანამ ერთმნიშვნელოვნად გადავალთ მოქმედებაზე, შეიძლება ვცადოთ და მაგალითად ნელ-ნელა შევამციროთ ასისტენტის ჩართულობა და მონაწილეობა სასწავლო პროცესში. აი ვიდრე უბრალოდ ერთ დღეს გადავწყვიტე და ასისტენტი უბრალოდ აღარ ჩავთე,
შეიძლება ბევრ შემთხვევაში საჭირო იყოს თანმიმდევრობით მისი ჩართულობის შემცირება, რომ საბოლოოდ დავრწმუნდეთ იმაში და ყველასთვის ნაკლებ მტკივნეული აღმოჩნდეს ასისტენტის გარეშე ყოფნა. საბოლოოდ ისევ და ისევ მომართვა შეიძლება გაკეთდეს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბავშვს შეუძლია უსაფრთხოდ ფუნქციონირება. გასაგებია. ჩვენ ფაქტობრივად აი ამ დიალოგის და დისკუსიის დროს შევეხეთ კიდეც ნაწილობრივ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რის წინაშეც დგანან ასისტენტები, ზოგადად სკოლები, ოჯახები თუ ასე შემდეგ, მაგრამ ცალკეც თუ გამოვყოფთ და შევძლებთ ამაზე საუბარს, კარგი იქნება აი ახლა კონკრეტულად ამ პერიოდში, როცა რამდენიმე წელია უკვე ასისტენტის სერვისი არსებობს, თვალი უნდა გავუსწოროთ ხო რეალობას და ვახსენოთ, რომ არსებობს დღემდე გამოწვევები, არსებობს დღემდე პრობლემები. როგორ ხედავ, რა არის ყველაზე მთავარი და დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ვართ დღესდღეობით? ალბათ ისევ ასისტენტების გარშემო უნდა ვისაუბროთ, ხო? ხო, მე ჩემამდე როგორც ასე ვთქვათ, მოსული არის და ეს მე მგონი ყველასთვის ცნობილი არის, საკმაოდ მაღალია ასისტენტების მიმართ მოთხოვნა, მაგრამ ხშირად ძალიან რთული არის ხოლმე შესაბამისი კადრის მოძიება და ასე ვთქვათ, თანხმობა ასისტირების პროცესის გაწევაზე. ასევე ცნობილი არის ისიც, რომ ანაზღაურების თუ სხვა რამ მიზეზების გამო ძალიან ხშირი არის ასე ვთქვათ, ტრანზიცია დასაქმების სხვა ადგილას ხოლმე. სხვადასხვა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორი სამუშაო აღწერილობის გაკეთება ასისტენტისთვის, რომ ძალიან ზუსტი აღწერილობით მოხდეს ვაკანსიის გამოქვეყნება, როდესაც სკოლა ეძებს ახალ ასისტენტს. რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მერე შეიძლება სამუშაო აღწერილობა კიდევ დაზუსტდეს, როდესაც ის უკვე შეირჩევა ბავშვისთვის. მაგრამ ეს დაზუსტება არ უნდა იყოს ძალიან რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც თავის დროზე სკოლამ განაცხადში, ასე ვთქვათ, გამოაქვეყნა. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საკითხი, რომ ასისტენტებმა იცოდნენ სად მოდიან, რა სამუშაოს გასაწევად მოდიან. აქვე ვიტყოდი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ასისტენტობა შეიძლება იყოს ძალიან კარგი სტარტაპი, ასე ვიტყოდი, სხვა სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ხო? როგორიც არის მაგალითად სპეციალური მასწავლებელი, ან იგივე ფსიქოლოგი, ან სოციალური მუშაკი, ოკუპაციური თერაპევტი. ამ შემთხვევაში ძალიან წავახალისებდი მათ გამოსცადონ ასისტენტობა, იმიტომ რომ ეს ძალიან დაეხმარებათ მათ გარკვეული გამოცდილების მიღებაში, თუმცა ამ პროცესში მათ არ უნდა დაივიწყონ იმ კონკრეტული საქმიანობის შესრულებისას, სად გადის მათი კომპეტენციის ზღვარი და პოზიციით განსაზღვრული ზღვარი და ვალდებულება. ძალიან საინტერესოა. ჩვენი დღევანდელი ვებინარი ნელ-ნელა მე მგონი დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ, იმიტომ რომ ჩვენი დროის რეგლამენტი ნელ-ნელა იწურება და ფორმატი მოიცავს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს, კითხვა-პასუხის რეჟიმსაც, თან მე პარალელურად ვხედავდი, რომ რაღაცა კონკრეტული თემის განხილვის დროს იყო ხოლმე ხელისღილაკები ჩართული, ალბათ კითხვის დასმა უნდოდათ, მაგრამ რაღაცნაირად არ გავწყვიტეთ საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება რა კითხვას თქვენ გებადებოდათ მომდევნო პასუხები ზუსტად ამ კითხვაზე პასუხებსაც მოიცავდა, თუმცა რა თქმა უნდა, ახლა უკვე შეჯამების და დასასრულისკენ წასვლისას თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ დასვათ კონკრეტული კითხვები. მე უბრალოდ დასასრულს მაიას მინდა ვთხოვო, ხომ არ მისცემს დასაქმებულ, მოქმედ, ინდივიდუალურ ასისტენტებს, რაიმე რჩევებს, რაიმე კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც სამუშაო პროცესს უფრო მეტად გაუმარტივებს და მოსწავლეებიც, რომლებსაც უწყევენ მხარდაჭერას, უფრო მეტად იქნებიან მოტივირებულები, ჩართულები და უფრო ასე ვთქვათ, აქტიურ მოსწავლეებს მივიღებთ მათგან.
რას ურჩევთ ასისტენტებს? ხო, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტიურად შეიძლება ისევ გავმეორდე, მაგრამ აი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს ვიტყვი, რომ იზრუნეთ ბავშვების კეთილდღეობაზე. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად ჩვენთვის წარმოუდგენელია ის დისკომფორტი, რომელიც სწორედ ექმნებათ ხოლმე ბავშვებს თავიანთი დამატებითი საჭიროებების გამო, იმიტომ რომ ხშირად ეს ჩვენთვის არის უხილავი. და ხშირად შეიძლება სწორედ ეს განაპირობებდეს მის რთულ ქცევას, გარკვეულ გამომწვევ მოქმედებას, რაღაცის გაპროტესტებას, გაღიზიანებას, სირთულეებს, დემოტივირებას. ანუ უმთავრესი არის და სწორედ ეს არის ასისტენტის უპირველესი დანიშნულება, იზრუნოს და ასე ვთქვათ, უზრუნველყოს აი ეს ბავშვის კეთილდღეობის განცდა, მისი უსაფრთხოების განცდა. და რასაკვირველია, აქ უსაფრთხოებაზე მე არ გულისხმობ ასე ვთქვათ, ფიზიკური უსაფრთხოების საკითხებს, სხვა მე გულისხმობ ფსიქოემოციური უსაფრთხოების განცდის შენარჩუნებას ბავშვთან მიმართებაში, იმიტომ რომ აი ეს არის გადამწყვეტი. აი აქ, იმიტომ რომ ესეთი ბავშვი მე არის მოტივირებული. თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მე ის შეძლებს რაღაცების გაკეთებას. და აქვე ვიტყოდი, რომ უპირველესი კიდევ ეს რო შევძლოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასისტენტებმა გაიცნონ ბავშვები. ხო? და აქ ისევ და ისევ თუ ჩვენ აქ ფსიქოლოგები გვესწრებიან, აი ამ წითელ ხაზს არ გავავლენდი, მაგრამ გამოვადიფერენცირებ. რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ბავშვის შეფასებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვის გაცნობაზე. გაიცანით ბავშვი, იცოდეთ მისი, ასე ვთქვათ, სურვილები, უპირატესი ინტერესები და შემდეგ აი ამის მერე გაუწიეთ მას მხარდაჭერა და მხოლოდ ამ დროს ამის შედეგად იქნებით ეფექტურები. სხვა უბრალოდ თუ ვიქნებით ორიენტირებული მექანიკური დასწავლილი უნარების ბავშვთან მიმართებაში გამოყენებაზე, შეიძლება ის შედეგი ვერ მივიღოთ, რასაც ვისურვებდით. არაჩვეულებრივი რჩევები, გულწრფელი და ძალიან ნამდვილი. მადლობა მაია ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მე მგონი ისე გავიდა 1 საათი, რომ ვერც ვიგრძენი, ძალიან აქტიურად, მნიშვნელოვნად, ძალიან ბევრ საინტერესო და აქტუალურ შეკითხვას შევეხეთ. მოკლედ რო შევაჯამო კიდევ ერთხელ და მე უკვე გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. ჩვენ ვისაუბრეთ ფაქტობრივად ასისტენტის სერვისის დაწყებიდან, ფაქტობრივად აი რაღაც დანიშვნიდან მოხსნის პროცედურამდე, რა ეტაპებს გავდივართ, რას აკეთებს ინდივიდუალური ასისტენტი, რა როლი აქვს ზოგადად როგორც გუნდის წევრს, როგორ უნდა იმუშაოს, თქვათ, რთული ქცევის მქონე მოსწავლესთან, ვისთან ითანამშრომლოს და ასე შემდეგ. ხო, და ყველაზე მთავარი რაც იყო, ასევე გამოვყოფდი ცალკეულად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახსენე მოსწავლის ავტონომიურობის წახალისებას, როგორ უნდა შეუწყოს ხელი ასისტენტმა, მათ ემოციური მდგომარეობის საკეთილდღეოდ უფრო ზუსტი რო ვიყო და ასე შემდეგ, ხო? ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დაგვითმეთ, რომ შევხვდი ჩვენს აუდიტორიას, გაუმრავლდით სხვათა შორის, თავიდან ამდენი არ ვიყავით და მიხარია, რომ დაემატა ნელ-ნელა და 200-ზე მეტი ადამიანი გვესწრება უკვე. ალბათ ჩანაწერს კიდევ უფრო მეტი ადამიანი ნახავს, იმიტომ რომ ნაწილს რაღაცა სამუშაო საათები აქვს ჯერ კიდევ და ამის გამო ვიცი, რომ ბევრი მსურველი ვერ გვესწრება და მათთვის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვაკეთებთ ჩანაწერს და აუცილებლად თქვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაიკო და მოდი ახლა გადავიდეთ უკვე მეორე დასკვნით ეტაპზე, რასაც ჩვენი ვებინარი მოიცავს. მე ახლა თქვენ გაგიაქტიურებთ, რა თქმა უნდა, მიკროფონებს, გექნებათ ჩართვის შესაძლებლობა, მაგრამ ძალიან გთხოვთ აქაც რა ტექნიკური ხარვეზი თავიდან ავირიდოთ, ერთდროულად ჩავთავთ მიკროფონებს. აი მე ახლა მირანდას ხელისღილაკს ვხედავ, ხელისღილაკი შეგიძლიათ ჩართოთ ყველამ და ესე სახელობითად მიუყვები და ვისაც მივცემთ, ასე ვთქვათ, კითხვის დასმის შესაძლებლობას, იმან რომ ჩართოს მხოლოდ მიკროფონი, ერთი პატარა შეხსენება, დარწმუნებული ვარ, რომ არ გავიწყდებათ, მაგრამ მაინც ასისტენტის სახელმძღვანელო პრინციპებს კარგად ვიცნობთ ჩვენ და ვიცით, რომ კონფიდენციალობის დაცვა არის მნიშვნელოვანი და ვეცადოთ, რომ კითხვა, არ ვიცი რა ფორმულირებითაც გსურთ, მაგრამ ზოგადად ვახსენოთ, ხო? მოსწავლე ასაჭიროებო ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე. მე ახლა ჩავრთავ თქვენს მიკროფონებსაც და რადგან ჯერჯერობით მხოლოდ მირანდას ხელისღილაკს ვხედავ, მირანდას ექნება პირველად კითხვის დასმის შესაძლებლობა.
აბა მოდი რომ დავტესტოთ თან და მირანდა რომ ჩაგვერთოთ თუ გაქვთ უკვე წვდომა. დიახ, საღამოშვიდობის ისმის ჩემი ხმა? დიახ, ისმის, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა შეხვედრისთვის. მოქმედი სპეციალური მასწავლებელი ვარ და მინდა წეგან თქვენ შეეხეთ ამ საკითხს, როგორც ასისტენტის კუთხით და მე როგორც სპეცმასწავლებელი რა რეალობა გვაქვს, თუ შეიძლება ამ კუთხით შევეხები და მე კითხვას დაკისვავთ ამ თემის მიმართებაში. თქვენ ისაუბრეთ, რომ ასისტენტი არის ზოგ შემთხვევაში ალბათ მარტო სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან. მსგავსი შემთხვევა, სიმართლე გითხრათ, ორ სკოლაში ვმუშაობ და მაქვს შეხება ძალიან ბევრ სპეციალურ მასწავლებელთან ნაკლებად შემიძლია დაგისახელოთ. წლის განმავლობაში ჩვენ სპეცმასწავლებლებს არა მარტო საკუთარ თავს გესაუბრებით დაახლოებით 10 ადამიანზე სპეცმასწავლებელზე, რომლებთანაც მიწევს კოლეგებთან მუშაობა მუდმივად ამ სკოლის ფარგლებში, გვიწევს გავუწიოთ მხარდაჭერა, სუპერვიზია, რაც ვიცით, რომ ეს ჩვენი მოვალეობაა. ასისტენტებს, რომლებიც ძირითადად გახლავთ დიასახლისები, რომლებსაც აქვთ სურვილი დასაქმდნენ, მესმის აბსოლუტურად, თუმცა ინკლუზიური განათლება არ არის მხოლოდ სურვილი დასაქმებისთვის, მეთანხმებით ალბათ ამაში და გვიწევს ძალიან დიდი ენერგიის ჩადება იმაში, რომ ასისტენტი, რომელსაც თავდაპირველად აქვს გარკვეული წარმოდგენა, პასუხისმგებლობა აქვს, როდესაც გასაუბრებაზე მოდიან, იცოდნენ ინკლუზიური განათლების, ძირითადი საბაზისო პრინციპები მაინც გვიწევს ამაზე შემდეგ დავაშენოთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და მათ შორის ქალბატონო სოფია, თქვენ ახლა შეეხეთ ეთიკის საკითხს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან ხშირად ირღვევა და ეს ჩემთვის ძალიან გრძნობიარე საკითხია, იმიტომ რომ ხშირად ასისტენტები ვერ არკვევენ, რომ მაგალითად არ უნდა მოახდინონ სხვა სკოლაში, მაგალითად გასაუბრების დროს წინა სკოლის ასისტენტის მოსწავლის სახელი და გვარი. არის ეს დარღვევები, პირადად მომისმენია ყოფილვარ გასაუბრებაზე და იმას გესაუბრებით და არ არის ეს ზედმეტად მოტანილი. მაგრამ არის საუკეთესო შემთხვევებიც, მაგალითად ჩემ შემთხვევაში საუკეთესო შემთხვევა იყო, როდესაც სქესთა თანხმედრა მოსწავლესა და ასისტენტ შორის იყო ბიჭების, ასე ვთქვათ, ტრიო, ტანდემი და ძალიან გაამართლა და ეს იყო ჩვენთვის დიდი აღმოჩენა და მინდა ვისაც მივიწდება ხმა ყველას გაგიზიაროთ, რომ სტუდენტები არიან ის გადამრჩენი ჩვენი ამ სფეროს და ბავშვების და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ეს არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, დაწყებითი პედაგოგებიც და ჩემი კითხვაც ამას ეხება, ზედმეტად ვარ წავიღო დიდით, რომ რამდენად ხდება პოპულარიზება ინკლუზიური განათლების, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის, ზოგადად სპეცმასწავლებლების როლის, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ასისტენტებს გავმართათ, მაპატიეთ ამ გამოთქმაზე და წლის ბოლოს ვიღებთ იმას, რომ ისინი აბარებენ საგნის გამოცდას, მიდიან ან სხვა პროფესიაში, ან საუკეთესო შემთხვევაში ასისტენტი რჩება 2 წლით. მე ჩემ პრაქტიკაში მეტი არ მქონია, სიმართლე გითხრათ, ეს ყველაზე მაქსიმუმ გეუბნებით, რომ მინიმუმ 1 თუ 1 კვირაც მქონია, რომ ისევ ახალი ასისტენტი გამუდმებულ, ესე ვთქვათ, რბოლაში ვარ მე პირადად, მიწევს გასაუბრებიდან ასისტენტის მხარდაჭერამდე მუშაობა სულ მუდმივად. ეს პრობლემა ვიცი თქვენ იცით და რამდენად ხდება უნივერსიტეტებში, იგივე დაწყებითი საფეხურზე, არ ვიცი, ფსიქოლოგიის, სპეცმასწავლებლების, სოციალური მეცნიერებების ამ მიმართულებით სტუდენტებში პოპულარიზება, რომ ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად ეს ბავშვები, ეს სტუდენტები, ეს მოზარდები გვიწევენ ძალიან დიდ დახმარებას თან ამავე დროს პროფესიას მაატებენ ძალიან ბევრ ინფორმაციას და რა თქმა უნდა ვიღებთ სპეციალისტებს, რომლებსაც პირველ რიგში აქვთ ინკლუზიურ განათლებაზე ზღვა ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს ასისტენტები არიან და თქვენ სწორად ბრძანეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან ისინი გაცილებით მეტ დროს ატარებენ და ბევრი იციან ჩვენზე მეტად. ის ჯგუფი შეხვედრებზე მათ ძალიან დიდ დროს უთმობ, ვუსმენ და მათგან ბევრ ამას ვსწავლობ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა მირანდა, პირიქით დიდი მადლობა, იმედის მომცემია და გვიხარია პირიქით ესეთი წარმატებული შემთხვევებიც. მაიკო.
ხო, მე უბრალოდ მადლობას გადავხდი მირანდას თავისი, ასე ვთქვათ, ემოციების და მოსაზრების გაზიარებისთვის. პრინციპში ჩემი პასუხი ძალიან მოკლე იქნება ამ თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ თუ შეკითხვა ძირითადი ნაწილი ეხებოდა, ვთქვათ, ასისტენტების პოპულარიზაციას, ალბათ არასაკმარისად ხდება ნამდვილად და რაც მთავარია, ხდება ზოგიერთ შემთხვევაში არასწორი მესიჯის გავრცელებაც, რის გამოც შეიძლება გქონდეს შემთხვევები, რომ სწორედ კადრი მოდის, პროცესში აღმოჩნდება, რომ შეუსაბამოა და წავა, ან არ წავა, იმიტომ რომ ეს ერთადერთი ფულის წყარო შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის. გეთანხმებით, ალბათ მსგავსი სემინარები კარგი არის, რომ გავრცელდეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გზებითაც, თუნდაც როგორც ვახსენეთ, სტუდენტებს შორის, რომ მათ ის მოისურვონ ასისტირება, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ასისტირება ბევრ ისეთ კომპონენტშიც გულისხმობს დახმარებას, ხო, რომელიც ძალიან, ასე ვთქვათ, სენსიტიური შეიძლება იყოს ზოგიერთისთვის, მაგრამ ესე ვთქვათ, საზოგადოება მრავალფეროვანია და ვიღაცას შეიძლება პირიქით უფრო დათანხმდეს რთული ქცევის ბავშვის მხარდაჭერაზე, ვიღაცისთვის შეიძლება თავისი სხვა წარსული პროფესიული უნარების გათვალისწინებით მისაღები იყოს, მაგალითად ტრანსფერებსა თუ ჰიგიენურ პროცედურების დაცვაში მოსწავლის დახმარება. მთავარი არის ის, რომ ინფორმაცია გეთანხმებით უნდა ძალიან მრავალფეროვანი წყაროთი გავრცელდეს და კარგი არჩევანის შესაძლებლობა უნდა გქონდეს ნამდვილად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში პრობლემას ვერ გადავერთ. მადლობა. ქეთის მივცეთ კითხვის დასმის შესაძლებლობა. ქეთი, აბა გისმენთ. დაღამომშვიდობისა, მე ქეთი ხო? ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. სასიამოვნო და საინტერესო თქვენი მოსმენა. მე კონკრეტული კითხვა მაქვს, თუ შეიძლება ორივესთან. ჩემი მოსწავლე არის ეთშიზის არანაირი ქცევის დარღვევა, ამ კუთხით პრობლემა არ აქვს. და კიდურებს ვერ ამოწარებს. ანუ ჩემი თავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის დავეხმარო ხატვის წერის და ასე შემდეგ დროს. ახლა მე მინდა რაღაცა კონკრეტული შევეკითხო დაგისვათ. მასწავლებელი როდესაც აცდებს დავალებას, ძალიან მარტივს რა თქმა უნდა. დამოუკიდებელ სამუშაოს შესასრულებლად. მაგალითად 10 წუთში რაღაც 5 დავალება, 5 მაგალითი უნდა შეასრულოს. პროგრამიდან გამომდინარე. მე როგორ უნდა მოვიცი ამ შემთხვევაში? ბავშვს არ ყოფნის ის მეცადინეობა სპეცმასწავლებლებს და სამწუხაროდ არ აქვს სახლიდან ის მხარდაჭერა, რომ სისტემატურად ამეცადინონ და შესაბამისად მე შედეგი დადოს გაკვეთილზე ბავშვმა. ეს იყოს მოწესრიგებული, მე დარწმუნებული ვარ თვითონ, შეიძლება ისეთი ვარსკვლავი ვერ მოწყვიტოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მინიმუმი გააკეთოს ამ დამოუკიდებელ სამუშაოს შესრულების დროს. მე როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევაში? მე შევასწავლო ეს ვერ გავიგე შეკითხვის. მე რაც გავიგე, მოდი ვეცდები გავფილტრო, ასე ვთქვათ და ქეთი დამიზუსტეთ თუ სწორად გავიგე თქვენი შეკითხვა, ხო? კონკრეტული მოსწავლის შემთხვევა მოგვიყვა, რომელსაც ფიზიკური დარღვევა ახასიათებს და მოტორული სირთულეები და როგორც მივხვდი, ამ მოსწავლეს საგნის მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესზე სთავაზობს ისეთი ტიპის დავალებებს, რაც რეალისტური და რელევანტური არ არის და მოსწავლეს უჭირს, რომ თავი გაართვას, ხო? ამ დავალებას. ახლა ამ ბავშვზე უფრო სუსტებით ხედავ კლასში, მაგრამ ისინი სახლში მეცადინეობენ, მუშაობენ და შესაბამისად გამოსდით რაღაც და 5-დან მაგალითად 3 მაგალითი შეუძლია რომ შეასრულონ. ამ ბავშვს სახლში კიდევ მეორე ნაკლები ყურადღების გამო სახლიდან ეს შესაძლებლობა აქვს და ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით ჩვენ? ხო, პირველ რიგში აქ დასაზუსტებელი რა არის, ხო, რომ როდესაც ბავშვს ეძლევა დავალება, ხო, სახლში შესაძლებლად საშინაო დავალება. ამ შემთხვევაში კლასში ეძლევა დავალება. რადგან თქვენ ესე იგი გაქვთ განცდა, რომ ეს ზედმეტად რთულია ბავშვისთვის, ხო, დროის იმ მონაკვეთში ის ამას ვერ ასრულებს.
ვერ ასრულებს, მაგრამ შეძლებდა რომ მეცადინეობდეს ყოველდღიურად. ანუ აქ ხო, სახში რომ უკეთესი პირობები ჰქონოდა, ის ამას შეძლებდა, მაგრამ რეალობა არის ისეთი, რომ ამ ეტაპზე მას არ შეუძლია. აქ ბუნებრივი არის, ხო? სხვა გზა არ არის თუ არა, ისევ და ისევ გუნდური განხილვა სკოლაში, არა, იმისათვის რომ ბავშვის სახლის გარემოებების გათვალისწინებით, კლასში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით სწორი მოთხოვნები გაჩნდეს მის მიმართ. ეს შეიძლება გულისხმობდეს დავალების შემცირებას იმისათვის, რომ ბავშვმა არ იგრძნოს თავი წარუმატებლად, თუ მასწავლებელი თვლის, რომ ეს შეიძლება გამოვიდეს, რომ ბავშვს ჩვენ ზედმეტ შეღავათს ვაძლევთ, უნდა სიღრმისეულად ვიმსჯელოთ, რატომ თვლის მასწავლებელი ესე, ეტყობა მასწავლებელს აქვს მოლოდინი, რომ სინამდვილეში ბავშვი ამას გაუმკლავდება. ანუ ეს არის ისეთი ტიპიური პროფესიული მსჯელობის საგანი, რა არის ბავშვისთვის ყველაზე რელევანტური დავალება. და ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენს გადამწყვეტი როლი ითამაშოთ იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ ბავშვთან ერთად მეტი სიზუსტით მიაწოდოთ მასწავლებელს, თუ კი არა აქვს საჭირო ინფორმაცია, რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს ბავშვთან მიმართებაში, რას აკეთებს ბავშვი, რას ვერ აკეთებს, რომ მასწავლებელმა დააკორექტიროს თავისი მოთხოვნები. უბრალოდ მე წაგახალისებდით, რომ იყოთ პროაქტიული ამ თვალსაზრისით, ის რომ ვისაუბრეთ, რომ თქვენ არ გეგმავთ როგორც ასისტენტი სასწავლო პროცესს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მასწავლებელთან არ გაქვთ მთელ რიგ საკითხებზე კომუნიკაცია, ხო? იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რომ რაღაცა გამოდის, რაღაცა არ გამოდის. ამიტომ თქვენ სწორედ ეს მედიატორის როლი უნდა შეასრულოთ, რომ თუ კი მასწავლებელთან არასრულად მიდის ინფორმაცია ბავშვის შესახებ, ხო? მისი ჩართულობის, გნებავთ ყურადღების თუ უყურადღებობის, მოტივაციის თუ სხვა რამე მიზეზების გამო, თქვენ გამოიჩინოთ უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურობთ. გასაგებია, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, კეთი, ლიკას მოვუსმინოთ. გამარჯობათ, იმედია გესმით. დიახ, ისმის. დიდი მადლობა დღევანდელი ვებინარისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოცდილება არის თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში მოკლედ გეტყვით, რაც გაჟღერდა იმას, რომ მე პირადად მაგალითად ვარ დაწყებითი სტუდენტი და ჩემთვის აქ ორი ფაქტორია. ვიტყოდი იმას, რომ ჯერ არ არის სათანადო დონეზე ჩვენთვის ინფორმაცია, დავუშვათ რას გულისხმობს ეს ინკლუზიური განათლება, რა როლია დავუშვათ ასისტენტის ან თუნდაც მასწავლებლის და მეორე ფაქტორი ვფიქრობ შესაძლოა რაც ცოტა პრობლემატურია იყოს ანაზღაურება, რაც ნაკლებად მიმზიდველია სტუდენტებისთვის და ამასაც თავისებური გამართლება აქვს, იმიტომ რომ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული მაინც სტუდენტისთვის ეს ცხოვრება სტუდენტური. ეხლა ჩემთვის პირადად ეს არ იყო დავუშვათ ხელფასი მოტივაცია, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ კარგი პედაგოგიური პრაქტიკაც არის იმ ძირითადი საქმიანობის გარდა. იქ ყოფნა უბრალოდ მე მაქვს ჩემ თავთან სული სჭიდილი, რომ რა თქმა უნდა, ჯერ სანამ გასაუბრებაზე მივედი და მე უკვე თვითონ გუნდთან სპეციალურ მასწავლებლებთან შეთანხმებაშიც სულ ვეცნობი შეძლებისდაგვარად ბავშვის შეფასებას, ინდივიდუალურ გეგმას, გზამკვლევებს, მაგრამ სულ მაქვს რაღაც ჩემ თავთან ჭიდილი, რომ არ გადავაჭარბო სადღაც ჩემს კომპეტენციას, ან პირიქით აი ზედმეტად უხეშად არ ჩავერიო, მე არ გადავუწყვიტო, დავუშვათ რაღაც თუნდაც დავალების შესრულებისას კი მე შემიძლია სულ თავისუფლად ყველაფერი სწორად დავაწერინო იმ მომენტში, მაგრამ ეს არ იქნება ბავშვის შესრულებული და ჩვენი როლიც ხო ეგ არის ზუსტად, რომ რაღაც ეტაპზე ბავშვი იყოს დამოუკიდებელი და უკვე მივახციოთ ამას შეძლებისდაგვარად და მე მაინტერესებს ესე face to face რეჟიმში კიდევ როდის იქნება ტრენინგები და ჩვენ უნდა როგორმე ჩავეწეროთ უშუალოდ თუ სკოლა გადასცემს, რომ ეს აღარ გქონდეს ეს შიშები, ასე ვთქვათ და ვიყოთ სათანადოდ ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. მე პირადად ჯერ არ გამივლია. ალბათ ამ კითხვას შენ უპასუხებ.
გადამზადების მიმართულებით ხო? ლიკა თუ სწორად გავიგე, ну, უფრო კონკრეტულად ხო რა გავიგოთ. ნახე, კი, დასაწყისშიც ვახსენე ლიკა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ წელიწადში ორჯერ, პირველი სემესტრის და მეორე სემესტრის დასაწყისში სკოლებში ვაგზავნით ხოლმე ეგრეთ წოდებულ მონაცემთა ბაზებს, სადაც სკოლის ადმინისტრაცია გვაწვდის თავიანთ სკოლაში დასაქმებული სპეციალისტების შესახებ ინფორმაციას. ვისაც არ აქვს გავლილი შემდგომ ჩვენ ჯგუფებს ვაკეთებ და ტრენერი უკავშირდება და გადის. მე არ ვიცი თქვენ როდის დაიწყოთ, შეიძლება ვერ მოვისმინე და ახსენეთ. სექტემბერში გამოვითხოვეთ ჩვენ ბოლოს ეს ბაზები თუ ხო, აი ამიტომ არ იქნებოდით სექტემბრის ჩათვლით, ვინც დასაქმდა, ყველასთვის ჩატარდა უკვე ამ სემესტრის განმავლობაში. იანვარში სკოლაში მოვა აუცილებლად, იმედი აპირებთ, რომ დარჩეთ სფეროში და გააგრძელოთ მუშაობა. მოგვეწვდიან თქვენ შესახებ ინფორმაციას, მეორე სემესტრშიც გაკეთდება ისევ რამდენიმე ჯგუფი და აუცილებლად გაივით, ვინც დასაქმებული, აბსოლუტურად ყველა გადის ამ ტრენინგს წლის განმავლობაში. ამიტომ თქვენც დაელოდეთ მომდევნო სემესტრს. მადლობთ. მადლობა ასევე დაინტერესებისთვის. დიანას მოვუსმინოთ, თან ერთ დავაზუსტებ და დავამატებ, რომ ბევრი დროც სამწუხაროდ არ გვაქვს კითხვები, დაახლოებით 15-20 წუთი გვაქვს ჯამში. ამიტომ რამდენიმე კითხვას კიდევ მოვასწრებ, ეხლა როგორც ხედავ, მომლოდინეთ არის დიანას აქვს კითხვა, შემდეგ ეთერი და შემდეგ ლალი. ამიტომ თანამდებობით გავყვეთ და გისმენთ, ჩაგვერთეთ დიანა მიკროფონი. გამარჯობა. მოგესალმებით. ეხლა ახსენე ქალბატონმა ასისტენტების კვალიფიკაციის შესახებ და მე მინდა პირადად გითხრათ ჩემი ამბავი, ესე იგი მე 2 წელი გამოცდა ჩავარებული მაქვს სპეციალური მასწავლებლის, ასევე ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, ასევე ინგლისურის მასწავლებელი, თუმცა წლები დამჭირდა იმისთვის, რომ ასისტენტად ავიყვანე სკოლას. მაქვს უამრავი ტრენინგი გავლილი, ახლა ქცევით გამყენებით ანალიზს გავდივარ. დასაქმების კუთხით რეგიონებში არის ძალიან სავალალო მდგომარეობა. კერძოდ მე ახლა ქუთაისში ვარ და ჩემ ქალაქზე გეტყვით, რომ დაახლოებით 10 სკოლაში ვარ გასაუბრებაზე გასული. და ჩემთან, ანუ უბნის სკოლაში ამიყვანეს ასისტენტად, რადგან სკოლაში არ მქონდა მუშაობის გამოცდილება, ვერ დავიწყე სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა. ეს არის ჩემს გავსად არის უამრავი ადამიანი ჩემს გავსად რა დარჩენილი და ამიტომ ამ კუთხით მინდა ყურადღება რომ გამახვილდეს იქნებ თქვენი გიჭდებოდეთ ხმა, არ ვიცი, ახალგაზრდებს ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული და რესურსი ამ კუთხით და სამწუხაროდ ვერ ხდება რეალიზება მათი შესაძლებლობების. სულ ეს მინდოდა მე თქვა მადლობა დიდი. მადლობა დიანა, ორი სიტყვით გიპასუხებთ, რა თქმა უნდა ჩვენი ვებინარის თემას ცდება ეს კომპონენტი, მაგრამ ერთი რაც მინდა გირჩიოთ და გითხრათ არის, რომ უნდა გააგრძელოთ, რა თქმა უნდა, სკოლაში ვაკანსიებზე CV-ს გაგზავნა და გასაუბრებაზე გასვლა და მეორე, ესეთი რაღაცა უსამართლობის განცდა თუ გაქვთ, აუცილებლად უნდა გამოითხოვოთ ხოლმე სკოლიდან ის უკავშირი, რა კრიტერიუმის მიხედვითაც არ მოხდა მაგალითად თქვენი შერჩევა, ხო? ჩვენის მხრივ რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ კომისია როცა იქმნება და გასაუბრება, როცა ინიშნება სკოლაში სპეციალური მასწავლებლის თუ ასისტენტის პოზიციის, შიდა კომისიის გარდა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების სპეციალისტი ესწრება, ანუ მანდატური სამსახურიდან და მასწავლებლის სახლიდანაც ინკლუზიური განათლების პროგრამის ხელშეწყობის თანამშრომლები ვართ ხოლმე ჩართულები, განათლების სამინისტრო და ასე შემდეგ, სადაც უფრო მეტია, რა თქმა უნდა, რაღაცა ობიექტურობის დაცვის შანსიც და რეალურად ყველაზე ისეთი ღირსეული და შესაბამისი კადრის შერჩევაც, ხო? სხვა ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თქვენი უკავშირიც. შეიძლება განსაკუთრებია სკოლაში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო კრიტერიუმი ასისტენტის შესარჩევად, უბრალოდ შეიძლება თუ კი თქვენს კონკურენტს ქონდა სკოლაში მუშაობის გამოცდილება, ამიტომ ჩავთვალოთ დრო, თქვათ თქვენზე არ გაკეთდა არჩევანი, უბრალოდ მე ჩემი მხრიდან გავაჟღერებ, რომ ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს, რომ მშობლებიც იყვნენ ჩართულები ასისტენტების შერჩევის პროცესში, სწორედ ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხდება ყველაზე ახლო ადამიანი, ვისაც კონტაქტი ექნება მის შვილთან
ფიზიკური შეხების დონეზეც კი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშობლის უფლება არის იყოს ჩართული და ეს ჩვენს სარეკომენდაციო გზამკვლევშიც გვიწერია, რომ იყოს მშობელი ჩართული ასისტენტის შერჩევის პროცესში. მე მგონი დიანამ სპეციალური მასწავლებლის პოზიცია იგულისხმა ამ შემთხვევაში, თუმცა ასისტენტის გასაუბრების დროს კი მე რასაც პრაქტიკას ვხედავ, მშობელიც ყოველთვის ჩართულია და უნდა იყოს კიდეც კი. უბრალოდ დავაზუსტე მე თუ სწორად გავიგე, დიანამ იგულისხმება სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების მსურველებისთვის იყო ეს. ეთერს მოვუსმინოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. საღამომშვიდობის. უღრმესი მადლობა საინტერესო ვებინარისთვის. დამწყები ვარ, ასე ვთქვათ, ამ სფეროში არც მიმუშავი არასდროს და არც ახლა ვმუშაობ. უბრალოდ დიდი ინტერესი მაქვს და მეხმარება თქვენი ვებინარის და სხვა კიდევ უამრავი შესაძლებლობა, რასაც გვთავაზობენ. ამ შემთხვევაში გადამზადებასთან დაკავშირებით მქონდა შეკითხვა, თუმცა სანამ უმეცად კითხვის დასმის საშუალება, ფაქტიურად ამომწურავად იყო პასუხები და მეორე საკითხს შეგეკითხებით, რთული ქცევის დროს ბავშვთან მიმართებაში თუნდაც აი კლასიდან გაყვანაზე იყო საუბარი და ამან რაღაცა დამაინტერესა, რომ ჩემს გარშემო ყოფილა ასეთი სიტუაცია, რომ ბავშვს უბრალოდ აღიზიანებდა კლასში ჯდომა. ამ შემთხვევაში უკაცრავად ჩემი შვილის კლასელი იყო და როგორც არ უნდა სიტუაცია შეექმნათ, თუნდაც მედიკამენტი იყო თუ რაც იყო, ყოველ ჯერზე ბავშვი იყო რაღაცნაირად აღელვებული, აგრესიული და შესაბამისად ისე უწევდა მშობელს, რომ ფაქტიურად აღარ ასწრებდა ხოლმე გაკვეთილებს. თერაპევტის ჩარევა თქვით თქვენ და აი მაინტერესებს ასეთ სიტუაციაში თუ დავუშვათ, მაინც ვერ შეეგუება ბავშვის გარემოს ან სიტუაციას. აი როგორ უნდა მოვიქცეთ ინდივიდუალურად რამდენად მიღებულია და რამდენად მართებულია ბავშვი იყოს ფაქტიურად აი წყალებში ვიტყვი იზოლირებული გამოდის, იმიტომ რომ მორიდებულია თავის ასაკის ბავშვებს, არ უწევს კლასში მაგალითად იმათანთან განვითარება და რაღაცების კეთება. აი როგორ უნდა მოვიქცეთ, აი ეს ძალიან მაინტერესებს, თუ არის მსგავსი შემთხვევები ალბათ ძალიან ბევრი. და როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ დავაინტერესოთ, ასე ვთქვათ, და მივცეთ საშუალება, რომ იყოს თანატოლებთან ერთად და არ მოუწიოს, ასე ვთქვათ, ცალკე ყოფნა. მადლობა დიდი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. უნდა ძალიან შევეცადო, რომ მოკლედ გიპასუხოთ, ხო? ინკლუზიური განათლების პირობებში, პრინციპში ყველაფერი შეიძლება რა თვალსაზრისით. არ არის არცად დადგენილი ის ნორმა, რომ აუცილებლად ბავშვი უნდა ვამყოფოთ სრული დრო თანატოლებთან ერთად. ეს ყველაფერი უნდა ვაკეთოთ მისი შესაძლებლობის ფარგლებში. და ჩვენ არასწორია გვქონდეს მოლოდინი, რომ მოსწავლე თანატოლების თანასწორად შეძლებს თუნდაც კლასში გაჩერებას. თავარი არის, რომ ჩვენ ცდა არ დავაკლოთ და სწორი მიდგომებით, სწორი მეთოდებით, ორდინირებულად, სწორი სამიზნე ქცევის განსაზღვრით, სწორი სტრატეგიების შერჩევით, როლების სწორედ გადანაწილებით და სხვა უამრავი გარემოების გათვალისწინებით, კარგი მოქმედების გეგმა შევქმნათ. ოღონდ ამ შემთხვევაში ესეც უნდა იყოს მიზანი ძალიან რეალისტური, იმიტომ რომ პირადად მაქვს ნანახი, როდესაც არაჩვეულებრივ ინკლუზიურ სასწავლო გარემოში ერთი კონკრეტული ბავშვისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ცალკე ერთ-ერთზე მასწავლებელთან. იმიტომ რომ უამრავი ცდის შემდეგ ეს შეირჩა როგორც რომ საუკეთესო გზა და მეთოდი ბავშვის სწავლებისთვის. და ინკლუზია უკვე იწყებოდა მას მერე, რაც ზარი დაირეკებოდა. ინკლუზიაში ამ შემთხვევაში გულისხმობს მისი კომუნიკაცია, ჩართულობა თანატოლებთან. უბრალოდ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ერთ-ერთზე, იმიტომ რომ ეს იყო მისთვის საუკეთესო გზა. ოღონდ ეს გზა განისაზღვრა მას მერე, რაც სცადეს, ოღონდ კარგად სცადეს მისი კლასში ჩართულობა და არ გამოვიდა. არ მისცა ბავშვის რესურსმა, რაღაცა შინაგანი რესურსი არ იყო.
უბრალოდ ჩვენ აქ საქართველოში რა პრობლემა გვაქვს? დროზე ადრე ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას, რომ რაღაცა არ გამოდის. და ყველაზე მოკლე გზა ვირჩევთ ხოლმე, რომ გაიყვანეთ. იმიტომ რომ არ ყოფნის მინდა ეთიკური ვიყო, მაგრამ სადღაც რაღაცა გვიჭირს ქცევის მართვა. ეს ჯერაც აქილევსის ქუსლია ჩვენი სისტემისთვის. მადლობა, მე მგონი ძალიან ამომწურავი და მნიშვნელოვანი პასუხი მოვისმინეთ. მადონას აქვს ასევე შეკითხვა, როგორც ხედავდა შემდეგ ლარის. მიკროფონი უნდა ჩაგვერთოთ. იგი საღამოშვიდობის დიდი მადლობა საინტერესო შეხვედრისათვის. მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა თქვენთან. აი ქალბატონმა მაიამ ახსენა, რომ ბავშვი არ არის სავალდებულო საგაკვეთილო პროცესში ბოლომდე დარჩესო, მაგრამ კი სრულად გეთანხმებით, მაგრამ ჩემი მშობელი ითხოვს, რომ მოსწავლე იყოს საგაკვეთილო პროცესში ბოლომდე სხვა კლასელებთან ერთად. თვითონ ბავშვს არ შეუძლია 5 და 6 გაკვეთილი გაჩერდეს. აი დღემდე ვერ დავარწმუნე, დღესაც მქონდა შეხვედრა მასთან, დღემდე ვერ დავარწმუნე, რომ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე მას არ შეუძლია ბოლომდე გაკვეთილებზე ყოფნა. მშობელი ითხოვს, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. ეს ერთი კითხვა და ბარემ მეორესაც, რომ ხელმეორედ აღარ ჩაგერთოთ. აი უკვე თვეები გადის პირველი სემესტრი სადაც აიწურება. ჩემი მოსწავლე მეხუთე კლასშია, უკვე მესამე წელი ამასთან მიმყოფები ასისტენტად და დღემდე ველოდები საგნის მასწავლებელს იქნებ რაღაცა აქტივობა მასე მორგებული შემოიტანონ გაკვეთილზე, მაგრამ უშედეგოდ. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევი მე როგორც ასისტენტი, მე უნდა შევიტანო რაიმე აქტივობა თუ როგორ მოვიქცე. თუმცა მე მაინც შეძლების დაგვარად აი რაც იმ გაკვეთილს ეხება, ეს იქნება ნახატების შედგენა თუ მათემატიკაში ვთქვა ფიგურებზე გამოჭრა თუ რაღაცას მაინც ვაკეთებ და მე ვფიქრობ ამით მასწავლებლებს ხომ არ გონიათ, რომ მე ვალდებული ვარ ეს აქტივობები თვითონ შევიტანო მათ გარეშე. რაღაც გაუგებრობაში ვარ ამ თვითონ მეხმარებით, მადლობა ყურადღებისთვის. კი ბატონო, პირველი ვიტყოდი ესე რომ მე სინამდვილეში ვფიქრობ, რომ სავალდებულო არის ბავშვი ატარებდეს დროს თანატოლებთან ერთად, უბრალოდ ზოგჯერ ეს არ გამოდის. ფიზიკურად გამხსენებელი ახლა ესე შევატრიალებდი თქვენს ფორმულირებას. ნებისმიერ შემთხვევაში აი ეს შემთხვევები, რომელიც თქვენს მიერ და სხვების მიერ დასახელდა, ხო? მოითხოვს ინტენსიურ კომუნიკაციას ერთმანეთში. და სადღაც ფაქტი არის, რომ გვაქვს აი ეს კომუნიკაციის სირთულეები ან მშობელთან, ან მასწავლებელთან, ან პერსონალურ ასისტენტთან, ხო რომ ეთქობა მშობელს აქვს მეორე თქვენს შემთხვევაში თუ მოლოდინი, პირველ თქვენს შემთხვევაში მოლოდინი, რომ ბავშვს მას ეჩვენება, რომ ბავშვს აქვს რესურსი, ესე იგი, რომ იყოს მთელი დრო კლასში. ამიტომ უნდა მოვუსმინოთ მშობელს, რა აძლევს ამის ფიქრის საფუძველს და თქვენი მხრიდან თუ კი არ ეთანხმებით მშობლის ამ მოსაზრებას, უნდა თქვენი მტკიცებულებები წარმოადგინოთ. და სწორედ უნდა მივიდეთ მხოლოდ პარტნიორობით, მხოლოდ კომუნიკაციით, მხოლოდ ერთობლივი დაგეგმით სწორი მიდგომების გამოყენებამდე. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, დიახაც, აქაც საჭირო არის ისევ და ისევ კომუნიკაცია, ლაპარაკი, გაჟღერება იმისა, რომ თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ მასწავლებლის მხრიდან მოხდება სასწავლო დავალებების განსაზღვრა და ეს უნდა ღიად დააფიქსიროთ. რასაკვირველია, აქ არ არის საუბარი, რომ თქვათ პირველივე ჯერზე უნდა ვიღაცაზე საყვედური განაცხადოთ, ან უკმაყოფილება დააფიქსიროთ უბრალოდ თქვენი მოლოდინი, რომ თქვენ მასწავლებლისგან ელოდებით ინსტრუქციებისა და დავალებების მიცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ბავშვის დაკავებულობის გამო თქვენს რაღაც აქტივობებს სთავაზობთ. ამასაც გავაჟღერებდი, იმიტომ რომ მშობელმაც უნდა იცოდეს თქვენ რას სთავაზობთ ბავშვს და მასწავლებელმაც უნდა იცოდეს, იმიტომ კი არა რომ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თქვენ რამეს არასწორად აკეთებთ. არა, აბსოლუტურად ამაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ რომ დარწმუნდნენ საერთოდ რა ხდება ბავშვთან მიმართებაში. მხოლოდ ამისთვის.
მადლობა მაიკო, კი ბატონო და ლალის მოვუსმინოთ. ლალი მიკროფონი უნდა ჩაგვირთოთ, ხმა არ გვესმის. ვაიმე, ვერ ვთავ ხარით რაიქთა უკვე გვესმის. დინამიკი. გესმით ჩემი ხმა? უკვე გვესმის, დიახ. კარგით, საღამომშვიდობის მოგესალმებით. ძალიან საინტერესო ვებინარია, ბევრი კითხვა დამეკროვდა, ბევრ კითხვაზე პასუხიც მივიღე. ეხლა რაც შეეხება წინა გამომსვლას, ის ამბობდა, რომ მე ვაკეთებ ყველაფერსო და მშობელი ითხოვს გინდა თუ არა საგაკვეთილო პროცესში უნდა იყოს ბავშვიო. ძალიან ბევრი მშობელი მართლაც ფიქრობს, რომ უნდა იყოს საგაკვეთილო პროცესში, მე მყავდა ესეთი მოსწავლე და თითქმის არ მაძლევდა უფლებას ქართული და მათემატიკის გაკვეთილები ერთხელ მაინც ჩამეყვანა სპეცმასწავლებელთან. ეს ერთი მერე მოთხოვნა იყო ესეთი, რომ 2 საათში რაც ერთხელ 4 საათამდეც ვიყავი სკოლაში, იმის გამო რომ მშობელს არ ეცალა რომ დროულად წაეყვანა ბავშვი. ბავშვები მიდიოდნენ 4 გაკვეთილის შემდეგ, მე 6 გაკვეთილი ამ ბავშვთან ერთად ვიყავი, პლუს ამას მისი დედმამიშვილიც ჩვენთან ერთად იყო, ეს პრობლემა მაინც ყველანაირად მოთმინებით ვიყავი და ამას თავი დავანებოთ და კიდევ მე ვფიქრობ, არა მარტო ჩვენ ასისტენტები უნდა გავდიოდეთ ტრენინგს, არამედ საგნის მასწავლებლებიც უნდა გადიოდნენ ტრენინგს, იმიტომ რომ ისინი წარმოდგენა რა აქვთ იმათ, როგორ უნდა იმუშაონ ასეთ ბავშვებთან. აი ახლა ამბობს თითოეულ მოსწავლეზე რამდენადაც ვიცი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება თითოეული მოსწავლისთვის თითოეული საგნიდან, ხო? ინდივიდუალური სასწავლო გეგმა წეგან ამბობდა ერთი მასწავლებელი ასისტენტი, რომ აიო ვერ აკეთებს ამოცანებს. ასეთი ბავშვისთვის უნდა იყოს ამ ბავშვის შესაძლებლობების მიხედვით შედგენილი გეგმა. ყველა როგორი ამოცანებით სხვას აქვს, ის ხო ამას ვერ შეძლებს და ვერ ამოხსნის იმ მაგალითებს, ამიტომ რაც ამ ბავშვს შეუძლია. აი ამ ბავშვის შესაძლებლობების მიხედვით უნდა იყოს, ხო ასეა რა. კიდევ რა მინდა. ეხლა ამ ეტაპზე მე მყავს აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლე. ძალიან მიჭირდა წინა შემთხვევაშიაც ამ ბავშვთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მეტყველება არ ქონდა და ასმენაც არ ქონდა და უჭირდა ჩვენი გაგება და ჩვენც მისი გაგება გვიჭირდა და ძალიან ხშირი პრობლემები გქონდა. და ეხლა გადავწყვიტე, რომ ჩვენს რაიონში არის ცენტრები ასეთი ბავშვებისთვის და ქცევის თერაპიაზე და მეტყველების თერაპიაზე დავყვები ამ ბავშვს. სამწუხაროა, რომ მხოლოდ 3 გაკვეთილის დასწრების უფლება მომცეს. და შეიძლება თუ არა რომ მოვითხოვო, რომ კიდევ მეტი დამასწრონ. ეს ერთი კითხვა. და მეორე, მართალია გავლილი მაქვს ასისტენტის მომზადების ტრენინგი და კიდევ მინდა, იმიტომ რომ ეს 6 წლის წინ იყო და რაღაცა კითხვები კიდევ დამიგროვდა და სურვილი მაქვს კიდევ გავიარო და შეიძლება რომ იანვრიდან დავემატო რომელიმე ჯგუფს. მოდი მე დავიწყებ მაშინ ჯერ პასუხის გაცემით ამ მეორე კითხვაზე. ლალი, მე მომწერეთ, დამიკავშირდით და თავისუფალ მსმენელად, რა თქმა უნდა, დაგამატებთ ჯგუფში, ხო? ოფიციალურად აღარ გეკუთვნით და ეს უკვე თქვენი არჩევანია, მაგრამ რადგან გაქვთ სურვილი, მთავარი მიზანი არის, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა კონკრეტული საკითხების მიმართულებით უფრო აიმაღლოთ, ხო? კომპეტენციები, რა თქმა უნდა, ამაზე უარს როგორ გეტყვით, დაგასწრებთ აუცილებლად, ამიტომ დამიკავშირდით. მადლობა. კი ბატონო, რაც შეეხება თქვენს ასე ვთქვათ, დანარჩენ შეკითხვებს, არაფერი არ გიგრძალავთ თქვენ წესით, რომ იმდენ თერაპიულ სეანსში დაესწროთ, რამდენიც საჭირო იქნება ბავშვისთვის, უბრალოდ თუ კარგად გააგებინეთ იმ სერვისის მიმწოდებელსაც, რატომ გინდათ იქ ჩართულობა, რომ ყოველად ეს არ აგიგრძალოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება, რომ ისე უნდა იყოს ბავშვზე მორგებული, ამაზე რასაკვირველია არ დავობთ და ის რომ მშობელი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგი იყო, ბავშვი ჩასულიყო რესურს ოთახში, ხო, აქაც მთავარია კითხვაზე გქონდეს პასუხი,
რატომ არის რესურს ოთახში ყოფნა უფრო უკეთესი ვიდრე კლასში ყოფნისა, ხო? რატომ თავაზობთ საერთოდ დღის წესრიგში ეხლა არ ვითხოვ ამ კითხვაზე რასაკვირველია თქვენგან პასუხს, უბრალოდ თავარი არის კარგი არგუმენტი გქონდეს, რატომ დავგეგმეთ, რომ ბავშვმა უნდა ქართულის გაკვეთილი სანაცვლოდ დრო რესურს ოთახში გაატაროს. ან სხვა რამ, იმიტომ რომ აქაც ჩვენი მეორე სხვა წუხილი არის ის, რომ რესურს ოთახებიც ხშირად დიახაც არა ინკლუზიის მხარდაჭერით, არამედ მხარდაჭერისთვის არამედ უფრო საწინააღმდეგო შედეგებით გამოიყენება და ამიტომ ვითხოვთ კარგ დასაბუთებას. მადლობა და ბოლო შეკითხვას მოვუსმინოთ თიკო მიკროფონი რო ჩაგურთათ და ამით მერე შევაჯამებთ უკვე ჩვენს დღევანდელ ვებინარსაც. გამარჯობათ, მოგესალმებით. მეც ვარ ჩვეულებრივი ასისტენტი. ჩემი მოსწავლე არის აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლე. ვასწავლი მას უკვე 5 წელია, რაც ამ ბავშვთან მიწევს ურთიერთობა. მაქვს ტრენინგებიც გავლილი თვითონ ამ თქვენ ვებინარებზეც ვარ ჩართული ყოველთვის მქონია სხვადასხვა ტრენინგები გავლილი ცოდნის მაძიებლისგანაც და ბევრი ჩართულობა მაქვს ამ საკითხის მიმართ მოსმენილი და ყურადღება გაწეული, მაგრამ ჩემი ერთადერთი ტკივილი არის ის, რომ მინდა რომ როგორც სპეცმასწავლებლები გადიან ამ ტრენინგებს, ასისტენტები, მშობლებმაც რომ გაიარონ ეს ტრენინგები, იმიტომ რომ მე ძალიან იცით როგორ ის მქონდა ბავშვს როცა გაკვეთილზე ვაწერინებ, როდესაც ვამეცადინებ, არის ეს ქართული, არის მათემატიკა, ხან არის ხშირად რომ მინდა რომ ისიც იყოს დაკავებული სკოლიდან წაღებული დავალებით, რომ მან შეასრულოს დავალება სახლში და კონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ მქონია ისეთი შემთხვევები, რომ მშობელს არ შეუსრულებია ბავშვისთვის დავალება. ბევრჯერ ტელეფონზეც მიმართია, რომ იქნებ შეასრულებინოთ ეს დავალება, რომ კონდეს ჩვევაში, კონდეს პასუხისმგებლობა, რომ მოდის სკოლაში, რისთვის მოდის, მაგრამ მე ამას ვერ მივახცი ამდენი ხნის განმავლობაში და უბრალოდ ვფიქრობ, ჩემი აზრი მინდა გამოვხატო იმის მიზნით, რომ მშობლებსაც ჰქონდეთ წვდომა ამ ვებინარებზე, რომ ისინიც იყვნენ ჩართულები, რამხელად მნიშვნელოვანი არის მათთვის თავიანთი შვილის სწავლა-განათლება. უბრალოდ მინდა რა, რომ იყოს ესეთი ჩართულობა მშობლის მხრიდანაც. მით უმეტეს, რომ ჩემი მოსწავლე არის აუტიზმის სპექტრის მქონე, მას აქვს გონებრივი ჩამორჩენა და ესაჭიროება მშობლიდანაც მხარდაჭერა, იმიტომ რომ მარტო ჩემი მხარდაჭერა, მასწავლებლის, სპეცმასწავლების მხარდაჭერა დიდად მისთვის ისეთი შედეგიანი არ არის, როგორც შეიძლება რომ მშობელმაც გამოხატოს ბავშვის მიმართ მხარდაჭერა. გასაგებია. თიკო, ერთ ესე მოკლე რეკომენდაციას გეტყოდით, ხა ჩანს ნამდვილად რომ გული შეგტყივათ ბავშვზე, თუმცა მეჩვენება რომ სინამდვილეში უფრო სპეცმასწავლებლის პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, ვიდრე და არ შემოიფარგლებით მხოლოდ ასისტენტობით. უბრალოდ ნახეთ, მე მივმართავდი. გამოიყენეთ პირველ რიგში სკოლის რესურსი, სკოლის პლატფორმა მშობელთა განათლებისთვის. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცნობიერების, ამაღლების აქტივობები შეიძლება დაგეგმოთ თვითონ სკოლიდანვე მშობლებისთვის. თუ კი ხვდებით, რომ ესეთი არაფორმალური სატელეფონო საუბრები არ არის საკმარისი, ხო? თუ კი ეს არ დაარღვევს მშობლების ეთიკურ პრინციპებს, ხო, რომ შეკრიბეთ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლები, მათ ჩაუტარეთ საგანმანათლებლო სემინარები, მათ ესაუბრეთ ინკლუზიური განათლების მოწყობაზე, თქვენ როლზე, სპეცმასწავლებლის როლზე, რა მოლოდინები გაქვთ მათგან, თქვენ სცადეთ სკოლაში რაღაცეები ცვლილება. ხო, იმიტომ რომ ხშირად რთული იქნება, გასაგებია ვიცით ხოლმე ბევრი მოვთხოვოთ მასწავლებლის სახლს, სამინისტროს, მაგრამ შიდა რესურსიც გამოვიყენოთ ხოლმე. შეიძლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს ესეც. ძალიან დიდი მადლობა.
ფაქტობრივად ხო თიკოს შეკითხვამ და ინიციატივამ კიდევ ერთხელ შეგვიჯამა. საუბრობს, ოღონდ მისი ხმა არ გვესმის. თიკო, ხმა არ გვესმის, თქვენი თუ რამეს ამბობთ, მიკროფონი უნდა ჩაგვერთოთ. იცით რა არის ბევრჯერ რომ გამიტანებია ეს ნამუშევრები მომსვლია განადგურებული რვეული, დახეული, დაბღაჯნილი, ბევრჯერ ცუდი იმით მომსვლია და ძალიან იცით ეს ბავშვი რომ მუშაობს უფრო მეტი ხალისი აქვს, მეტი ის და ბევრჯერ სკოლაში რომ მოუტანია ძალიან გულდასაწყვეტია რომ მინახია რომ შემდეგ საკითხზე უნდა მემუშავა, ამ დროს იქ არაფერი აღარ არის განადგურებული, დახეული რაღაცა ისე მოპყრობილი რა და მაგიტო ვიძახი რომ მშობლებისთვისაც თუ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მეც ბევრჯერ მქონია საუბარი და თვითონ სპეცმასწავლებელსაც მქონია, მაგრამ ვერ მივახციეთ და თუ რამე ესეთი ის იქნება რომ მშობელს გაუკეთდეს ეს ტრენინგები ცუდი არ იქნება. კი ბატონო, თიკო, მადლობა. ნახეთ, მშობელთა მხარდაჭერის სერვისაც მოიცავს ფაქტობრივად ეს ჩვენი ვებინარი. ეხლა ჩვენი უშუალო ბენეფიციარი არის, რა თქმა უნდა, უშუალოდ ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული მასწავლებელი და ცალკე მშობლებისთვის, როგორც ესეთი ტრენინგ კურსები არ გვაქვს, მაგრამ ვებინარებს ფაქტობრივად ყოველდღე ვატარებთ ხოლმე სხვადასხვა აქტუალური თემების მიმართულებით, როგორც ახლა პირობითად ასისტენტის როლზე ვისაუბრეთ, პერიოდულად საუბრობთ ჩვენ აი მაგალითად რაც თქვენ გამოყავით, მაგალითად აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლის მხარდაჭერა, ცალკე საუბრობთ ინდივიდუალურ გეგმაზე, ქცევის მართვაზე და ასე შემდეგ. კომუნიკაციური უნარები, მოკლედ აღარ ჩამოვთვლი ახლა, სხვათა შორის წეღან რომ ახსენე მე რომ განათლების ისახზე დავდებთ მეთქი ამ ვიდეოს, ყველა ჩატარებული ვებინარის ნახვა აქ შეგვიძლია და თქვენც არეკომენდაციოთ შეგიძლია ურჩიოთ უკვე ჩატარებული ვებინარებიც რომ მოისმინოს და ამგვარად თქვათ აიმაღლოს კომპეტენციები მშობელმა, ხო? უნდა დავასრულოთ დღევანდელი ვებინარი. იმედი მაქვს, რომ ყველა შეკითხვას გავეცით ამომწყრავი პასუხი. მე მესმის, რომ შეიძლება კითხვები ისევ არსებობდეს, მაგრამ აუდიტორიის არაფრის მადლობა თქვენ პირიქით ჩართულობისთვის. აუდიტორიის სიმრავლიდან გამომდინარე ინდივიდუალურად ყველას არ გვაქვს დრო რომ მოვუსმინოთ 200 ადამიანს ამ შემთხვევაში, მაგრამ მე მგონი ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაიკომ ძალიან კარგად ისაუბრა, ძალიან კარგად მოვიდა თქვენამდე ეს ინფორმაცია. მადლობა მაიას პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც თანამშრომლობა ამ ვებინარზე, ასე ვთქვათ, განხილვა ამ აქტუალური საკითხების და ძალიან დიდ მადლობას გიხდით თითოეულ ჩართულ მსმენელს დაინტერესებისთვის, მოტივაციისთვის და იმედი მაქვს, რომ კვლავ სხვადასხვა საინტერესო ვებინარების პროცესში გადავიკვეთებით და კვლავ შემოგვიერთდებით. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. მომავალ შეხვედრაზე. დიდი მადლობა. მადლობა. ნახვამდის. მადლობა. საინტერესო იყო ძალიან. მადლობა და ნახვამდის. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. მადლობა. გემშვიდობებით. ბოდიში, სად დაიდება ეს ჩანაწერი? ჩანაწერი განათლების ის სახლზე დაიდება და YouTube-ზეც აიტვირთება. აი ჩვენს პოსტში, რაც მითითებული იყო მასწავლებლის სახლზე, კომენტარებს სადაც წერდით და ანონსი დავდეთ, მან ბმულებსაც დაკიდებთ. მადლობა დიდი. ნახეთ იქა. არ დაგჭადრო ეხლა და მადლობა.